ძვირფასო გამომწერებო. სანამ პოდკასტზე გადავალთ, თქვენთვის ესე ვთქვათ, სიახლე გვაქვს. 2026 წლის აპრილში ვგეგმავთ რითრიტს მექსიკაში, კერძოდ ტულუმში. ეს არის კარიბის ზღვის სანაპირო და ჩვენ მანდ მივდივართ ერთი კვირით. ეს რითრიტი მოიცავს 5 რიტმის პრაქტიკას, იოგას, ლექციას კარმულ კვანძებზე, მთვარის ტრიადაზე 4 ელემენტში და ასევე ბიოველის დიაგნოსტიკას რითრიტის დაწყებამდე და დასრულების მერე. ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა რომ ვნახოთ ჩიჩენიცა, ეს აცტეკური პირამიდები, მაიას ტომის ერთგვარი დანატოვარი და ვეზიაროთ ამ კულტურის მისტერიას და რაც თავარია ამ ტროპიკულ გარემოს. ადგილები შეზღუდული რაოდენობით არის, ასე რომ ვის სურვილი გექნებათ იჩქარეთ ჩაწერა და შევხვდებით მექსიკაში. ახლა კი გადავიდეთ პოდკასტზე. მოგესალმებით მეგობრებო, შენი პოდკასტი. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ეთონ ასყიდაშვილი, ცნობიერების, განვითარების მენტორი. გამარჯობა ეთო და ძალიან დიდ მადლობას მოგიხდი ჩვენთან მოსვლისთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ დამპატიჟეთ. კი, ხარი მოკლედ. ეხლა ძალიან კარგი ესე ვთქვათ, სტუმრებს კი არ უნახავთ ეს, მაგრამ კარგი ისეთი სპონტანური საუბარი შედგა ჩვენ შორის და ერთ სული მაგ გავაგრძელოთ ეს თემები, მაგრამ ჩვენ ეხლა ვსაუბრობდით უფრო ესე ვთქვათ, ასე თუ ისე ციურ თემებზე, მაგრამ მინდა რომ დავიწყოთ ცოტა დამიწებული ნოტიდან და პირველ რიგში ავხსნათ, რას ნიშნავს ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია, რა არის ეს ცნება და რითი განსხვავდება ის კლასიკური ფსიქოლოგიისგან, აი რა არის ესე ვთქვათ, განმასხვავებელი ასპექტი მათ შორის. ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არის დანერგილი, სხვადასხვა სახელებით არის კიდევ ცნობილი. და ეს არის არამხოლოდ ასე ვთქვათ ფსიქოლოგიის, ეზოთერიკის, რაღაც სულიერ დონეზე, სხვადასხვა ცნობიერების სხვადასხვა დონეზე, გაჩენილი ტრავმატული მდგომარეობის ან ცნობიერების სხვადასხვა დონეზე, ასე ვთქვათ, აღმოსაჩენი მეთოდები, როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს შესაძლებელი აქვს რაიმე სახის პრობლემა და გონია რომ ეს პრობლემა არის აი აქ და ახლა აი ამ წუთას მოხდა, ან გუშინ მოხდა, ფსიქოლოგია ჩვეულებრივი ჩადის ბავშვობის დონეზე, არის კიდევ მეთოდები, რომლებიც გადადის საგვარეულო სცენარებში და იქიდან ვიღებთ ხოლმე საწყის წერტილს და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია ერთ-ერთი ძალიან მარტივი მეთოდი არის, რომ თუნდაც 10 და 20 სესია არ დაჭირდეს ადამიანს და ერთ სესიაში გაიგოს თუნდაც სად არის საწყისი ტრავმა და არა მარტო გაიგოს, არამედ გააცნობიეროს და გათავისუფლოს. ხო, ანუ რამე სხვა მეთოდოლოგიას იყენებს არასტანდარტულს, ესე ვთქვათ, ერთ სესიაში რო გეხმარება, ეგეთ რომ აღმოჩენაში თუ კი, პირდაპირ ასე რომ ვთქვათ, ალბათ აუდიტორიაც და ჩვენ ყველა ვინც განვითარებაში ვართ ამ ფრაზებისთვის ყველა მზად არის, პირდაპირ მუშაობს წყაროსთან და თვითონ წყარო ჩაყავს ადამიანი იქ, სადაც და რისთვისაც არის იმ ეტაპზე მზად ადამიანი. და ეხლა შენ რასაც ამბობ, აი მართლა ერთ-ერთი ეხმაურება და ეხმიანება იუნგის ფსიქოლოგიას და არის რამე კავშირი, იმიტომ რომ იუნგთანაც არის ეგ ძალიან დიდი სხვაობა კლასიკური ფსიქოლოგიისგან იმითი, რომ აი ძალიან დიდი ნაკადი არის ამ სულიერების და ეს რასაც შენ ამბობ, აი ტრანსპერსონალ, ანუ შენი სელფის მიღმა რაც არის. ხო და იუნგთან სხვა არის სელფი მთავარი ყველაზე დიდი არქეტიპების გრანდ არქეტიპი ესე ვთქვათ. კი, უბრალოდ იუნგთან განსხვავებით არის კიდევ ის, რომ ადამიანურ ცივილიზაციასაც შეიძლება გავცდეთ ამ შემთხვევაში და შევხედოთ ჩვენი სულის რაღაც სხვა მოცემულობას, თუნდაც სადაც ის იმყოფებოდა სხვა განზომილებაში და შეიძლება იქ მიიღო ტრავმა. ეგ რა მაგარი რამეა. ანუ ხო, იუნგი თუ უფრო არის აქ და დედამიწურ იმაზე, თუმცა ძალიან ღრმა და ფართოშრიანი, ეს ცდება უკვე ჩვენ პლანეტარულ მასშტაბსაც. კი, პლანეტარულსაც ცდება. აი სიტუაცია სტაინერს რო აქვს ნათქვამი, რომ სულის ან მატერიაში გადმოვა შეიძლება ის რაც პლანეტაზე იყოს, სადღაც გაზისებრი ფორმის არის, და ანუ სხვადასხვა ეტაპებს რო გადის, შემდეგ სანამ იქ მინერალურ სამყაროში, ცხოველურში და მერე უკვე ყალიბდება ესეთ ინდივიდად. დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის ესეც, აი შენი სულის პირადი მოგზაურობა როგორი იყოს ანამ აქ მოხვიდა. კი, მაგალითად ძალიან სხვადასხვა შემთხვევები მქონია და მე მაინც პრაქტიკოსი ვარ და არა თეორეტიკოსი და ყველაფერი რაც ჩემზე მაქვს განცდილი და ასე იმ ადამიანებთან, რომელთანაც მუშაობდი და
რამდენიმე შემთხვევა მქონდა, რომ ადამიანი ვთქვათ წინა მოგზაურობაში იყო ანგელოზი, მას ებარა კონკრეტული ადამიანი ხო. და ასეთი ტრაუმირებული, ასე ვთქვათ, მომენტი ჰქონდა, რომ პირველ რიგში აქაც უნდოდა ყველას და ყველაფრის გადარჩენა და დახმარება და ეს რაღაცა ჩაჭედილი ტრავმა ჰქონდა, რომ იქ მაშინ ვიღაცას ვერ მიაწვდინა ხმა. ვერ დაეხმარა და ის ადამიანი დაიღუპა და რაღაცა დანაშაულის შეგრძნება ჰქონდა და როდესაც შევიყვანეს ტრანსულ მდგომარეობაში აღწერდა, რომ არ მაქვს ხელები, არ მაქვს ფეხები, ვარ ესეთი და ასეთი და ნუ იქ რო იცნო თავის მდგომარეობა. შემდეგ როდესაც ვკითხე, რომ რისთვის მოხვედი ხო დედამიწაზე, ძალიან საინტერესო იყო მითხრა, რომ გავერთო. ვაჰ. უბრალოდ აქ ამ მომენტში ამ დედამიწურმა წესებმა იმდენად ჩაყლაპა, რომ ხო და ნუ მე დაგჭირდა რომ თავისთავად დაავიწყდა მთელი ის მოცემულობა მანამდე რაც ჰქონდა და მაგრამ ეგეთი რაც შესაძლებელი არის, რომ აი შენ ახსენე ანგელოზი იყო და ადამიანი გახდა. მე რატომაც პირიქით მქონდა წარმოდგენილი, რომ ეს იერარქიულად განვითარება ხდება, რომ ჯერ ხარ ადამიანი და მერე შეგიძლია გადახვიდე მაღალი სინათლის სამყაროებში. ყველანაირ დედამიწა საერთოდ ჩემი გამოცდილებით ვისაც შევხვედრი ვარ და რასთანაც მქონია კომუნიკაცია ისეთი სცენა, სადაც აბსოლუტურად ყველანაირ სულს შეხვდები. რასაც ვეძახი თქვათ ვარსკვლავურ სულებს, სხვა პლანეტიდან მოსულ სულებს, თქვათ დაბალი ზონიდან ამოსულებს, ზემოდან ჩამოსულებს და ალბათ იმიტომ არის ესეც საინტერესო, რომ თავარი რაც ხდება დედამიწაზე არის ის, რომ თანაცხოვრება ვისწავლოთ. დაბალმოსულებმაც და მაღალმოსულებმაც ხო, ერთმანეთის მიღება ვისწავლოთ და რაღაცა უფრო სიყვარულისკენ წავიდეთ, იმიტომ რომ სიყვარული ხო მიღებაა. ხო. და ამიტომ სხვადასხვა განზომილებიდან, სხვადასხვა ზონებიდან მუშაობთ, ასე ვთქვათ აქ. შენ რაც კი მუშაობია შენ პაციენტებთან ყველაზე ხშირად რა განზომილებებიდან არიან ან სიტყვაზე უფრო მეტად ანგელოზები იყვნენ, რომლებიც ადამიანები გახდნენ, თუ აი მე პატერნი არის ისეთი რაც ჭარბობს? რამდენიმე სახის იყო, ნუ ეს ანგელოზური გამოცდილება იყო, ერთი იყო სხვა უფრო დაბლიდან დაბალი სიხშირიდან ამოსული და მან მითხრა, ანუ რატომ დავიბადე და საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა აქ. და იმდენად ცუდად ვიყავი, იქ სადაც ვიყავი, რომ აქ დაბადება ყველაფერს მერჩივნე. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგ იმათვის რაღაც განსაწმენდელი ვითაც არის ხო აქაურობა იმ დაბალი სულებისთვის. უბრალოდ დასვენება, ჰოლიდეიზე მოდიან. ვიღაცისთვის სამსახურია, ვიღაცისთვის ცოდნის გაზიარება, ვიღაცა უბრალოდ ემსახურება, ვთქვათ, რაღაცა დიდის და პატარის თემაა, რომ აი დიდი ვარ და უნდა რაღაცა გასწავლო, ვთქვათ, და რაღაც სიყვარული გავავრცელო, ასე ვთქვათ. ანუ რაღაც უნივერსალური, ესე ვთქვათ, playground-ი გვაქვს, ესე რომ ვთქვათ, დედამიწაზე, სადაც ყველანაირი იმიტომ არის ესეთი მრავალმხრივი და იმიტომ არის ამდენი განხეთქილი. და ასევე სხვა პლანეტარული სულებიც, ხო? არა მარტო კი, იმიტომ რომ შეიძლება ხა ესე შორს არ უნდა წავიდე ამ საუბარში, რადგან მოვიდა წავიდეთ ყველა პლანეტას და არა მარტო პლანეტას, ხო დედამიწას კიდე სხვა დროის განზომილებას არსებობს ესეთი პლანეტები, ესეთი წყობის პლანეტები, ვთქვათ, სადაც სხეული გვაქვს, მატერიაში ვართ, მაგრამ ნუ არ არის დედამიწა, ხო? და ყველა აი ამ სტრუქტურას, ხო, ყველა ამ პლანეტა დავარქვათ, ადგილი დავარქვათ, აქვს თავის წესები. მოდი ჩაგეკითხები, ეს ჩვენ სამგანზომილებიან ფიზიკურ სამყაროში გულისხმობთ, ხო? და თავისი წესები აქვს ყველაფერს ისევე როგორც არ ვიცი ნებისმიერ სისტემას, ნებისმიერ ქვეყანას, ხო, ის დადგენილი წესია, რაც არის, ვთქვათ, ნორმა და სხვა არის და მაგალითად მქონია ესეთი გამოცდილებაც, რომ აი ჩვენთან რაც არის ნორმა, მაგალითად, რომ როგორ მრავლდებით, თუნდაც, ხო, რომ აკრძალულია, თუნდაც და დიდი ცოდვად ითვლება, ვთქვათ, ოჯახის წევრებთან, ვთქვათ, რაღაცა სექსუალური კონტაქტი არის ადგილი, სადაც ესემრავლდებიან და იქ აბსოლუტურად ნორმა არის ეს ყველაფერი და ყოფილა გამოცდილებაში, როდესაც ვთქვათ, იქიდან აქ მოხდა და ის პროგრამა ჩარჩენილი ქონდა ქვეცნობიერად და კი. ასე რომ აი ამ თემებს როცა ვაწყდები ხოლმე, ხო, აი
აბსოლუტურად ყველას გაგება და ყველას მიღება და ყველაფრის ასე ვთქვათ, ხო, მიღება შეიძლება, იმიტომ რომ არ ვიცით საიდან, ვინ, როგორ აწესები და საერთოდ ყველაფერი არის წესი. ხო. ჩვენც რომ ვივადებოდეთ და ჩვენთვისაც რომ იყოს თავიდანვე ნორმა რაღაც, ამას მივიღებდით აბსოლუტურად ჩვეულებრივად. და აი მაგალითად ერეკლე შონიასთან რო გქონდა საუბარი, მანაც ახსენა ეგ რომ ზოგი ინდივიდია ესეთი კოსმოლოგიური არის, რომ აქვთ არა ინდივიდუალური აზროვნება, რომ აი მე ვარ რაღაც დამოუკიდებელი ინდივიდი, არამედ რაღაც კოლექტიური, რომ აი ეს კოლექტივი სჭირდება და სხვა ცნობიერება არის. ეგეთებიც იქნებიან, რა თქმა უნდა, ხო, ალბათ ამ სცენაზე და აქაც ეხა ჩამოსულები და განსხეულებულები. და არსი ჩვენი არის, რომ ესე ვთქვათ, დაუმეგობრდეთ და რამე ტრანსფორმაცია განვიცადოთ ერთად, თუ აი რა მაინტერესებს იცი, ანუ საითკენ მივდივართ, ანუ ზოგი შეიძლება, ოკეი, გასართობად ჩამოვიდა, ზოგი პირიქით ჯოჯოხეთი, ჯოჯოხეთს დავარქვევ, ამოვიდა იქედან, პირიქით ანგელოზი ჩამოვიდა და აი აქ ხდება ის რა ჩვენი თამაში, დაცემა, ადგომა, ყველაფერი და მერე სად მივდივართ? აი რა ხდება მერე? ამაზე ვსაუბრობდი წეგან, რომ არის რაღაც, რასაც სულ გონია რომ სადღაც მივისწრაფით რაღაც სასწაულ ადგილას და ვითარდებით ევოლუციას განვიცდით, მაგრამ არის რაღაც წერტილი, როდესაც ხვდები, რომ რა არის თავარი აზრი? არ აქვს აზრი. არა. ანუ რაღაც განსაკუთრებულ აზრს რო ვეძებთ ადამიანები, თუნდაც ცხოვრებაში, თუნდაც რომ ვთქვათ მე ამის გამტარი ვარ და მე სიკეთის გამტარი ვარ და მე რაღაც, ანუ ყველა უბრალოდ ვართ ერთი პატარა ჭანჭიკი იმ კონკრეტულ სცენარში. და რომ აი ფილმი თუნდაც რომ გამოვიდეს კარგი ფილმი, გჭირდება სხვადასხვა სახის სიუჟეტები, გააჩნია ხა ვის რა ჟანრი უყვარს, ხო? და ნუ პერსონალი ვინც მაგას უკვე ხორცს შეასხავს, იქ ოპერატორი კი, და ნუ ის სცენარებიც რომ იყოს საინტერესო გჭირდება, ბოროტი პერსონაჟი, კეთილი პერსონაჟი, ანუ დუალურია ჩვენი ეს განზომილება, არის დუალური და ყველაფერი ამაზე დგას, ანუ როგორც კი დუალურობიდან გახვალ, მიხვდები რომ არავის არაფერი არ სტკივა, არავინ ცუდად არ არის, არაფერი საშიში და რაღაცა ისეთი არ ხდება, უბრალოდ ყველა ასრულებს იმ როლს, რასაც უნდა ასრულოს. როგორ შეიძლება შენი აზრით ამ დუალურ სამყაროში ვიპოვოთ ბალანსი? იმითი, რომ ამოვიცნოთ სიტყვაზე მე ხა ჩემი როლი რა არის, მე ვარ რეჟისორი თუ აი ეს მაგალითი რომ მოვიყვანოთ რა ხან ფილმი ახსენე, თუ მე ვარ გამნათებელი. და ამას რო აღმოაჩენ შენ სიტყვაზე ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიიდან, რამე სხვა გზით სიტყვაზე იუნგიანური ანალიტიკით, ნუ ყველას თავისი გზაა, გადასი რამე არის ხა და აი რა აღმოაჩენ და გაიაზრე რომ აი მე ეს ფუნქცია მაქვს და შენ სულთანაც ჰარმონიაში მოვიდა, რაც კლიკი იყო რა მივხვდი ინტუიციით რომ აი ეგ არის. და აი მაგას იწყებ რომ ეგ შეასრულო უკვე შენი ფუნქცია, აღარ ხარჯავ ენერგიას რაღაც სისულელეებში. აი შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ამ დუალურ სამყაროში, რომელიც სულ თავის გადაწონაზე არის, ყველა აქეთ-იქეთ გეკაჩება აი ამ პოლუსებში, აი ბალანსი შეიძლება ეგ იყოს რომ ყველამ გავიაზროს თავისი თავი და როლი შეასრულოს ბოლომდე. თუ რამე სხვა არის კიდე ამის მიღება. ყველა ერთდროულად ვერ გაიაზრებს, მაშინ ეს თამაში იშლება. აზრი ეკარგება. ანუ აი ერთი პერიოდი იყო ხომ ბუმი რომ მეხუთეში გადავდივართ მეხუთეში და ნუ ზოგი შეშფოთებული მოდიოდა საერთოდ რომ ვიღაცამ უთხრა რომ ყვება უნდა შეწყვიტო იქ სხეული არ გჭირდება და აი მე ჩემს ქმარს რა მოუვა ის თუ ვერ გადმომყვა და ნუ ხალხი კინაღამ ფსიქიკურ აშლილობამდე მივიდა და არავინ არსად არ გადავდივართ. ყველა ვართ აქ ამ ტერიტორიაზე ვართ, ეს არის უბრალოდ ცნობიერების მდგომარეობა და რა თქმა უნდა, ყველა რომ ეხა ყველამ რომ ერთიანად ასე ვთქვათ, გავიღვიძოთ და მივხვდეთ რომ თამაშობთ, ყველა ეს აღარ იქნება ის თამაში, რაც არის ახლა. ხო, მაგრამ ეხა ხო შეიძლება რაღაცა დოზით დამაზიანებელი თამაშიც იყოს, იმიტომ რომ ზოგი გაუცნობიერებლად მოქმედებს. კი, ზუსტად ეს არის. ეხლა ეს გადასვლა რაც არის, დედამიწაზე იცვლება თამაშის წესები. ახალი რაღაც აპდეიტივით ჩამოდის. კი, ადრე თუ იყო თვით გადარჩენაზე, ძირითადად ამაზე მუშაობ ხოლმე, რომ რატო ვერ ხვდებიან ამ ახალ სამყაროში, სადაც ანუ ყველაფრის მატერიალიზაცია ესე ხდება. ხო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ის ძველი ცნობიერება არის დარჩენილი, სადაც ადამიანი იყო თვით გადარჩენაზე და დანაკლისზე. დანაკლისზე ხო და აი ყველაფერი ეს ომები რაც იყო დამპყრობლული რომ ჩემია ეს საზღვრები, ანუ
მაგ პარადიგმიდან გამოვდივართ ეხლა გამოვდივართ კი და გამოვდივართ აი ამ ერთიანი კოლექტიური სცენარიდან და ადამიანს ადრე არ ქონდა თავისუფალი ნება. რას გულისხმობ აბა? ანუ ეს ძველ სისტემაში, სადაც ჩვენ ვიყავით, ხო? ხშირად ესეც მეკითხებია ხოლმე როგორ გავიდე მატრიციდან იმიდან ამიდან ვერსაიდან ვერ გავხვალ შენ თვითონ ხარ მატრიცა საიდან დაგვიდე ხო ეგ იგივეა რომ ეს ეგო მოკალიო ჟუნგს აქვს რომ ანუ თუ მოკლავ ეგოს ვინღა იმ ზეს ხო ვინღა ანუ ყვები მაგ დროს ხო მაგრამ ნუ თავიდან უფრო შეზღუდული იყო და ეხლა გვეძლევა ზუსტად აი ამ თამაშის წესების შეცვლის საშუალება იმიტომ რომ ჩვენს წინაპრებს არ ქონდათ თავისუფალი ნება ხო დღემდე ჩვენ რომ ვიძახით რომ აი არსებობს ბოლომდე თავისუფალი ნება სულ ბოლომდე მაინც არ არსებობს იმიტომ რომ თავისუფალი ნება უკვე ამ სისტემაში როცა შემოხვედი და ამ წესებს დათანხმდი ეხლა მე შემიძლია რომ კაი ცნობიერებით სადღაც გადავიდე და რაღაც ჩემი ასპექტები ვნახო მაგრამ ეთოს სხეულს ეხლა მოვინდომო რომ ჩემი თავისუფალი ნები თქვა სხვა სხეულში გადავიდე და შევიცვალო მაქსიმუმ გავიკეთო პლასტიკური ოპერაცია ხო ამიტომ ეს ბოლომდე 100%-იანი ჩვენთვისაც არ არსებობს მაგრამ ნუ 99-90%-იანი თავისუფალი ნება არსებობს და ადრე ეს არ იყო როგორც დაწერილი პროგრამა ადამიანი ისე ანუ ნელ-ნელა ხდებოდა დაშვება რომ აი ხა მოუმატოთ რომ ანუ არ იყო ჩვენი ცნობიერება მზად რომ მიეღო ეგ თავისუფლების ესე ვთქვათ, ცნება ისე რომ არ დაგვერღვია ის არ გადაგვემლაშებინა ალბათ, ხო? იმიტომ რომ ალბათ ეხა პირველ ყოფილი ადამიანისთვის ბოლომდე რომ იგეცა რა შეიძლება მაგრამ იქ ხო აი არ ვიცი რთული თემაა. რომ აი ნელ-ნელა მოგვეცა და ეხლა ჩვენებული უბრალოდ თამაშის მე ძალიან ამ ბოლო დროს ძალიან მარტივად შევხედე ყველაფერს, იმიტომ რომ იმდენი ვიწვალე, იმდენი ვიტანჯე და ეს ყველაფერიც ესე იყო რა ეს სულიერი ეგოში გადავარდნა კიდე მეორე უკიდურესობაა ხოლმე მატერიალური ეგოს მოცილება კიდე უფრო მარტივია ვიდრე სულიერის. იქ სულიერში თუ წახვედი რომ მე აქ ან მკურნალი ვარ, ან გადამრჩენელი ვარ, ან ღმერთი ვარ, ეხლა ძალიან პოპულარული ცნებებია რომ ჩვენ ყველანი ღმერთები ვართ და ნუ ჩვენ პრაქტიკაში ვხედავ, თქვა, დანგრეული ფიზიონომია, დანგრეული ჯანმრთელობა, ფინანსური არხი ჩაკეტილი და ნუ იძახის, რომ მე ღმერთი ვარ და კაი, ნუ ვითამაშე. ხო და აი მან თუ შეიძლება პატარ კომენტარს გავაკეთებ, ანუ ყველაში არის ღმერთის ესე ვთქვათ თესლი ჩადებული, რაც შემდეგ უნდა გახდეს ის ღმერთი, ამოვიდეს იმ მიწიდან ის ხერაც ღმერთი არის, თორე ზოგი რაღაც რომ და შეიძლება მიწას თუ არ მოუარე, არ მოთხოვნე მზეზე არ იყოს, მიწა პირობები არ იყოს, ხო? ვერ გაიხარებს ის ინფორმაცია რა თქმა. შენ გონია რომ ყველაში არ არის? რატო გონია ეგრე? ზოგი არის კაცრად გაწერილი პროგრამა, რომელშიც ეს ღვთიური სული განვითარების არტევს ის იმის მისია, რომ ასე ვთქვათ, დავალება არის, რომ აი ეს ჩაწერილი კოდი რაც არის, მოვიდეს და ის შეასრულოს, მეტი არაფერი. და რა რითი ხდება მაშინ შერჩევა რომ აი ამაში იყოს ეგ ღმერთის პოტენციალი ჩადებული ამაში არა. აი ამ თუნდაც კინოს რაღაცა სიუჟეტის ნაწილია უბრალოდ, ხო? არის იქ მთავარი გმირი პერსონაჟი, არის მეორე ხარისხოვანი, არის მასალკა ფილმებში და უბრალოდ ამ სცენარს ეს ჭირდება. კაი, მოდი მაშინ მაინდა ერთად გავმარტოთ შენთვის რა არის ღმერთი და ვინ არის ღმერთი, რას ეძახი ღმერთს, ვინც შექმნა ეს სამყარო თუ ანუ შემქმნელი თუ აი ის რაღაც უთქმელიც რო ვერც ვიტყვით რაც არის, აი რაც ამ შენ ახსენე წყარო და მანდ მინდა რომ დავუბრუნდეთ რაც იმ წყაროს მიღმაც მყოფი არის რაღაცა, აი განზომილებებს მიღმა მყოფი რაღაცა. არ ვიცი რა. ხო. განვითარების ყველა ეტაპზე სხვა რაღაც მეკონა ღმერთი. მე რელიგიური ადამიანი ვიყავი და გალობდი კიდევაც ტაძარში და წლების განმავლობაში, როდესაც ვგალობდი, არ მესმოდა როდესაც მიხსნიდა თუნდაც ჩემი მოძღვარი და მე სულ მქონდა კითხვები, უბრალოდ არ იყო პასუხები. და სულ გრძნობდი, რომ ჩემ ცნობიერებას არ აკმაყოფილებს ის პასუხი, რომელსაც მე მცემ, მე სხვა კითხვა მაქვს და პასუხი იქიდან იყო, რომ ნუსვამ კითხვებს, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს მკრეხელობა და მე მახსოვს, რომ ყველა შეიძლება რომ არ ვიცი რაღაც სურვილზე ლოცულობდა, ვიღაცა ჯანმრთელობაზე, ვიღაცა რაღაცაზე მთელი ცხოვრება მე ვლოცულობდი ქრისტეს ხატთან, რომ გთხოვ შემაცნობინე შენი თავი, იმიტომ რომ ის რა ფორმითაც მე მაწვდიან, ეს არ არის საკმარისი და ხო, ყველა ეტაპზე სხვადასხვა რაღაც მეკონა ღმერთი. ან ბოლოს რაღაც სამართლიანობა მეკონა, რომ აი ღმერთი სამართალია და მე მანდაც
დამცინა. ხო. არანაირი სამართლიანობა მომინდა ახლა სამართლიანობა. ხო. ღმერთად აღვიქვა, ვერც აღიქვა, ანუ ღმერთიც აი სიტყვა და ზოგადად სიტყვებს ამბოლო დროს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ხოლმე, იმიტომ რომ ყველა სიტყვა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რაღაცას ნიშნავს. ხო, მაგიტომ ხო. შეგეკითხებით. და ჩემთვის არის შეგრძნება ღმერთი. შეგრძნება, როცა სრული სიმშვიდე მაქვს, სრული სახლში ყოფნის შეგრძნება მაქვს და აი ბოლო პერიოდში, ასე ვთქვათ, დავამუღამე, რომ ვინ ვარ მე, როდესაც ვეძებ ვინ ვარ, იმიტომ რომ გამოვედი ერთი პერსონაჟიდან, ზოგადად ახლა თუ გადავხტები დამაბრუნე. სულ როლებში ვართ. როლი, მინიმუმ 20-30 როლი გვაქვს აღებული, მოწებებული, ზოგი ოჯახიდან, ზოგი სოციუმიდან და საბოლოო ჯამში რო ხვდები, რომ ვინ ვარ მე, ვერ იგებ, იმიტომ რომ ის როლია, ის ნიღაბია და აი ამ კითხვამ რომ ვინ ვარ მე მომიყვანა, ბოლოს აი როგორ ავხსნა სრული სიჩუმე, სრული არაფერი. აი მდგომარეობა ხო არის, რომ ის ზოგს სამათხებს რომ და ვისაც განუცდია, ვიცით ეს რა კატასტროფულად მაგარი შეგრძნება, ეს არის ფეიერვერკი, არ გინდა იქიდან გამოხვიდე, მაგრამ ჩემთვის ეგაც კი არ არის ღმერთი, ეგაც არის ემოცია, ეგაც არის რაღაც. ჩემთვის ღმერთი არის შეგრძნება, რომ არაფერი არ ხდება და ხარ. და ამას წინათ ხა სამოგზაუროდ ვიყავი და მე ზოგადად თვალებს რო ვახელ, პირველი მაქვს ხოლმე რომ ან უნდა გავიხსენო თუ სიზმარში რამე იყო და ან უბრალოდ ვეკითხები ჩემს თავს რომ როგორ ხარ? აბა სად ხარ? როგორ ხარ და როდესაც წავედი გავიღვიძე ხა სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში, ჩემთვის ესეთი ერთ-ერთი ყველაზე საოცნებო ქალაქში და რა ქალაქი იყო? ამსტერდამი. თავისუფლების ქალაქი და რატომღაც მეგონა დავაკვირდებოდი რაღაც ენერგიას, ამას და აი როდესაც გავიღვიძე და ვეკითხები ჩემ თავს, აბა ეთო ამსტერდამში ხარ, როგორ ხარ? და აი შინაგანი შეგრძნება იყო აი ასეთი რომ მე ყოველთვის აქ ვარ. ანუ მე ყოველთვის ერთ ადგილას ვარ. ცენტრი, ესე აღვიქვი, ოღონდ ნუ ესაც შეგრძნებადი არ ვიცი რამდენად იტყვის ახლა სიტყვები. მე ყოველთვის აქ ვარ. ეს შენ დადიხარ პერსონაჟი. შენ მოძრაობ რაღაცების გარშემო, შენ გონია რომ ეხა საქართველოდან ამსტერდამში წახვედი და ტერიტორია შეიცვალე. და პერსონაჟისთვის არის ეგ შენთვის რაღაც, თორემ მე სულ ერთ ადგილას ვარ, მე სულ აქ ვარ და არ მოძრაობ. აი ჩემთვის ღმერთი არის აი ეს ანუ არაფერი სრულიად. აი ინგლისურად ძალიან კარგი სიტყვა ბოის stillness. Stillness. კი. და მაგ ეგ რო თქვი რომ აი შენ ეგ ხო შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ეგო არის რაღაცა დოზით, რაც დადის აქეთ-იქეთ ეძებს და აი ეგ რაც ცენტრში არის. აი სხვათა შორის აი ხა მინდოდა მაგაზე მეთქვა ძალიან კარგად გადაუხვია მან რომ იუნგს აქვს ეგეთი ცნობა ლათინურად unus mundus ერთი სამყარო. ეს ნიშნავს რომ აი ეს არის რაღაცა ადგილი აი რაც აი სამყაროს შექმნამდე იყო აი ეს ერთიანი ველი, სადაც აი ღმერთი საიდანაც გამოდის დუალობა, საიდანაც გამოდიან არქეტიპები, ხო? შენახსენე ასევე ის საწყისი წყარო და ჩემი აზრით აი ზუსტად აი მანამდეც რო თქვი შრეები რომ აი ვინ ვარ მე აი ეს ყველაფერი რომ აცილებ აი ნაჭუჭებივით იხსნი შენ თავიდან და ბოლოს რჩება ის უცვლელი ღერძი, სვეტი რაღაცა. აი მაგის აღმოჩენა თან ძალიან რთული მგონია და მაგამდე მიშვილო, მაგრამ თუ აღმოაჩინე, აი შენ როგორც თქვი, არ გინდა იქიდან ალბათ გამოსვლა, აი იმდენად მაგნიტური, აი არ ვიცი. მაგრამ ვერც შეინარჩუნებ დიდხანს ფიზიკურად მაგ მდგომარეობაში გადაიწვე, არ ვიცი, შესაძლებელია ეგ? არა, იმიტომ მემართებოდ ხოლმე მაგალითად ტიბეტში ბერებში ან გადიან საერთოდ ამ სამყაროდან რა. როდესაც ამ მდგომარეობას აღწევ, შეგიძლია რომ გახვიდე და გვაქვს მე მოცემულობა რომ მატერიაზე
უარის თქმა, იმიტომ რომ რეალურად რომ დაფიქრდე, მართლა არაფერს აზრი არ აქვს. ხვდები? ანუ აი ყველაფერი რა მიზანიც ქონდა, რა სურვილიც ქონდა. აი ეს მიღწევა რბოლაში ვართ აქ. ხო, და რბოლიდან გამოდიხარ. და ხვდები რომ იმ ანუ კაი ავისრულე ის უკვე აღარ მინდა, უკვე სხვა მინდა და აი ამას რო ხვდები როგორი უაზრობა ყველაფერი და შეიძლება რომ გახვიდე და დარჩე ამ ღერში ეგ ემართებათ ხოლმე განდეგილებს. მაგრამ ნუ მე ძალიან მოკლე მეტრაჟიანი მქონდა ეგ, იმიტომ რომ გადავწყვიტე მე რომ გაცნობიერებულ თამაში შემოსვლიყავი და მეთამაშა ეს ცხოვრება. თუ კი მჭირდება ეს რაღაცა გადატვირთვა და ყოფნა სიჩუმეში ამას ვაკეთებ და ვახერხებ, მაგრამ ძირითად შემთხვევაში უკვე გაცნობიერებულად თამაშობ, აი შეგიძლია ნებისმიერი როლი აიღო. ოღონდ ეს როლი უკვე იცი შენ რომ როლში ხარ და ადამიანების 99% არის იმიტომ რომ ეს როლი გონიათ თავიანთი, ანუ პერსონაჟის დონეს ვერ ცდება ადამიანი. ხო, როლში რო მსახიობზე რო იძახიან, როლში ჩარჩა, ანუ თავისი იდენტობა გააიგიო რაღაც შექმნილ ადამიანთან, რომელიც არ არსებობს და რეალობაში ის გაცილებით მეტია, ვიდრე ის ფურცლებზე დაწერილი დიალოგები და ისე. კი, როგორც კი მაგ როლს გააცნობიერებ, ანუ რატო ვერ ცვლიან იცი, ადამიანის ცნობიერება იმდენად არის ჩაკეტილი, რომ არც კი იციან, რომ შეიძლება ამის უფლება გქონდეთ. და როგორ უნდა გავხსნათ მაშინ? და აი, როდესაც თუნდაც სესიაზე მოვდივართ და ეს არის ნუ ის ნაკადი და რა თქმა უნდა ის ენერგია და ის სიტყვები და ინფორმაცია, რომელსაც აწვდი და ეუბნები, რომ აი ჩამოდი აქ, აი გამოდი ნახე და ეხსნებათ. მაგრამ აი როგორც კი ხვდები, რომ უი შემიძლია მე სხვა როლი ვითამაშო, უკვე ადამიანი იწყებს მოძრაობას. იმიტომ რომ ძირითად შემთხვევებში აი რო დაიბადა ხო ადამიანს რატო აქვს ამდენი როლი? დედისთვის სხვა როლი აქვს, მამისთვის სხვა როლია, და-ძმისთვის სხვა როლია, ანუ რამდენი ადამიანის და სისტემას შეგხვდა, შეიძლება იმდენი იარლიყი მივიწებეთ და იმდენ როლს შეიძლება ვთამაშობდეთ და გგონია რომ ესეთები ვართ, არა და ესეთები არ ვართ. ხო და აი როგორ შეგვიძლია რომ მივიდეთ აი ეგეთ ცნობიერების გაფართოებამდე და ნელ-ნელა მიუახლოვდეთ აი იმ საწყის წყაროს, აი ამ ერთ სამყაროს ამ მუნდუს, რომ ჩვენც შევიდეთ, ან და სხვაებიც შევიდნენ უფრო აი ამ გაცნობიერებაში, რომ აი ცნობიერად აირჩიენ როლები, მივხვდნენ რაში თამაშობენ, რა არის ეს თამაში, რომ ნაკლებად საზიანო გახდეს სიტყვაზე, მე ეს თამაში აღარ იყოს ესეთი დამანგრეველი. არ ვიცი, შეიძლება დედამიწის მოცემულობა არის, რომ ეგეთი პლანეტაც იყოს და დაშვებული, მე არ ვიცი, მაგრამ ხო, აი როგორ შეგვიძლია ეგრე გავაფართოვოთ ცნობიერება, რომ მეტად შემცნობები გავხდეთ ამისი. ზოგადად მაინც მე ვფიქრობ, რომ ყველას თავისი დრო აქვს. და ყველაფერი ხდება ზუსტად ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუ მისთვის არ არის დრო, რაც არ უნდა აი ახლა თუნდაც ეს პოდკასტი ნახოს ისეთმა ადამიანმა, რომელიც უბრალოდ სკროლავს, ნუ ვიღაცამ შეიძლება დამიძახოს გიჟი, ვიღაცამ დამიძახოს რაღაც ისეთი სახელი და გაატაროს, ვერ გაიგოს. ასე რომ ვისაც აქვს დრო და ვისაც თუნდაც აი ეს თამაში აქვს არჩეული, რომ რაღაც უფრო მეტი უნდა გაიგოს, ის რაღაცა ფორმით ალგორითმი ესე მუშაობს, რომ აუცილებლად მივა ვიღაცა ისეთ ადამიანთან, ან მოისმენს ისეთ ინფორმაციას, რომელიც დაიწყებს ნელ-ნელა იმ გასაღების მორგებას. და თუნდაც პირველი არის გავაცნობიეროთ, რომ სხვა რამეც არსებობს, იმიტომ რომ ძირითადად რადგან ესე გვაქვს მჭიდრო ცნობიერება, ხო აი რო წარმოვიდგინოთ, რომ ამ ოთახში ახლა არის კედელი სავსეა, ეს რუკა არის და არ ვიცი, აქეთ ომია, იქით სიყვარულია, იქით მშვიდობა, იქით მოგზაურობაა და ადამიანი ზის და ბნელა ამ ოთახში და რაღაცა ფანარი აქვს და ესე ანათებს. რომ ეს დააჭერინეს ეს ფანარი და ერთ კონკრეტულ სცენარს არის მიჩერებული და გონია რომ ის არის ჭეშმარიტი. და ოდნავ თუ გაწევს გვერდით, მიხვდება რომ იქ აბსოლუტურად სხვა სცენარია. იმიტომ არის რომ ერთ სივრცეში როგორ შეიძლება ვთქვათ, ერთ სახლშიც კი ადამიანები აბსოლუტურად სხვანაირად ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ იმის ცნობიერება, იმის ფანარი იმას ანათებს, იმის ფანარი იმას ანათებს. თავარი არის თავიდან დაშვება. იმიტომ რომ ზოგადად ესეთი სისტემა იყო რა, ანუ ახლა ძირითადად როდესაც მუშაობ ხოლმე რა არის ძირითადი პრობლემები, ნუ ძირითადი პრობლემები მაინც არის საგვარეულო თემები ხოლმე და
როლების არევა, იმიტომ რომ შვილი ასრულებს ხშირ შემთხვევაში დედისთვის გადამრჩენელ და მამისთვის დამსჯელ ფუნქციას ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც ამ სისტემამ ცოტა ქალები დაჩაქრა წინა სისტემამ და ეს ყოველთვის ესეა და ეს უკვე თავის როლი აღარ აქვს. შემდეგი არის ხოლმე ყველაზე რთული შემთხვევა, რომ ღმერთი გაგებულია როგორც დამსჯელი მექანიზმი და არა როგორც თქვათ სიყვარული, ან არა როგორც მიღება და ისე როდესაც მუშაობ ხოლმე თქვათ ცოტა მორწმუნე ადამიანი ან რელიგიური ადამიანი მოდის და ნუ იწყებს საუბარს რომ რატო ესე მე ხო კეთილი ვარ, მე ხო ესეთი ვარ, მე ხო ისეთი ვარ და აი დაუსვავ კითხვას რომ ანუ შენ პრეტენზიები გაქვს შემოქმედთან და მაშინვე იბნევა. არა, შემოქმედთან არა. აბავისთან. იმიტომ რომ ჩვენი პრობლემა ძირითადი არის ის, რომ სულ პრეტენზიებში ვართ. ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა რომ ხდებოდეს. და საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ ვის მიმართ გაქვს პრეტენზია. რატომ არის ესეთი ეს სამყარო? რატომ არსებობს ბოროტება? ან დაშვებული. ხო. ეგეც ხო ერთ-ერთი სამყაროსა შენახსენე ალგორითმი არის და კანონი და სულ შორის აი პატარა ისტორიას მოვყვები გუში და ძალიან კარგად ეხმიანება ეხლა რაც ვთქვი მაგას გუში მქონდა შეხვედრა მამა გურამთან და ერთი კაცი წამოდგა იქ და გაბედვაზე იყო საუბარი რომ აი რატო არის ისეო რომ აი მე რაღაცა გაუბედეო და არ გამომივიდაო რა აი მინდოდაო აი ვირწმუნეო მაგისიო და არ გამოვიდაო მაგრამ ვიღაცას გამოვიდაო და ერთმა კაცმა მე ძალიან კარგად ახსნა და მომეწონა გახსნა რა რომ შენ თუ ისეთი რაღაცა გაბედე და ირწმუნეო, რაც ილუზორული იყო, რაც არ იყო რეალურიო, შენიდან რა ტყუილიდან იყო წამოსულიო და კრახი განიცადეო, განიცდიდიო, მაგრამ შენ თუ აპრიორში ეგ შემქმნელის რაღაც მქონდაო, სიყვარულისო, რომ ამას სხვა ბიზნესის აკეთებო, შანსი არ არისო რაღაც მომენტში რომ არ გამოვიდესო, რაღაცა სახით შანსი არ არისო და აი მაგ სამყაროს კანონზე წმინდა რომ ვისაუბროთ, რომ აი რა ალგორითმია ეგეთი არსებობს, ხო ესე ეს რაღაცა რომ შენ თუ აი ცნობიერად განზრახული გაქვს რომ აკეთებ ღმერთის საქმეს და მართლა ესე არის არ არის რაც ილუზიებიდან და გარეიმიდან წამოსულია. ყველა ღმერთის საქმეს ვაკეთებთ, ისაც ღმერთის საქმეს. ხო, მაგრამ რატო განიცდის მაშინის კრახს? თუ ეგ მაგის გაკვეთილია? ნახე, გაკვეთილიც ცოტა ისეთ თემა ჩვენ გვაქვს აი ეს რასაც ტრავმირებულ მდგომარეობებს და ენერგეტიკულ ბლოკებს ვეძახით ხოლმე, ხო? ხშირ შემთხვევაში კი არა 99% ჩვენ გვმართავს არაცნობიერი. ის რაც არ გვაქვს გაცნობიერებული. ცნობიერში არის 10% და ჩვენ რო გონია რომ თუნდაც სიტყვაზე ვიძახი მოდის ადამიანი მუშაობ თქვათ ბიზნესი, ჩემი ბიზნესი არ ამართლებს, ფული არ მაქვს და ვიწყებ ფულზე მუშაობას და მეუბნება რომ უნდა მას ფული და როგორც კი ჩაიყვან არაცნობიერში, იმხელა ბლოკი აქვს. იმხელა შეზღუდვა აქვს, რომ არ ვიცი, წინაპრებში მაგალითად შეიძლება რომ ფულის გამო ვიღაც მოკლეს. და ეს უკვე შენზე ზემოქმედებს, ანუ ჩაწერილი კოდია, რომ ფული არ არის უსაფრთხო. მაგალითად, მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ გაიხსენა ადამიანმა, რომ ბავშვობაში წააწყდა ესეთ სიტუაციას, რომ მოვიდა მისი ნათლია და მოყვა, რომ ფული დააყაჩაღეს და გააუთოვეს და მამამ თქვა მერე, რომ რა კარგია, რომ ჩვენ არ გვაქვს ფული. და აი ეს უკვე მექანიზმები ჩაშენებულია როგორც ენერგეტიკული ბლოკი და შემდეგ ადამიანს გონია, რომ უნდა ფული, მაგრამ სინამდვილეში სიღრმეში წერია რომ არ შეიძლება უსაფრთხო, ანუ მოუკვდები. მე რომ ფული მომეცეს, ამიტომ შენ თავ შენვე ბლოკავ. პირად ურთიერთობებზეც ძირითადად, როდესაც მუშაობ და არ მაქვს პირადი ურთიერთობა მაგალითად და ადამიანს გონია რომ ვერ მოვიყვანე კაცი ჩემამდე და ვერაფრით ეს ვერ დავალაგე და მინდა და არ ხდება, აი რაღაცა ზოგს ჯადო გონია, ზოგს რაღაც გონია და ჩაიყვან კიდევ არაცნობიერში და იმხელა ბლოკი აქვს, რომ სხეული გეჭიმება, რომ არ მომიახლოვდე, არ მომეკარო. ანუ შთამომავლობითი ბლოკები ხო, რაც შენი არ არის. 80 არა, 70% ჩვენ ვართ საგვარეულოში გაჭედილი. ხო. და შენ ხო ენერგიასთანაც მუშაობ, ესე ვთქვა და აი რამე მეთოდებს იყენებ აი ამ ბლოკებისგან განთავისუფლების, თორე მე ვიცი მაგალითად რეიკი არის ერთ-ერთი რაც ხსნის, რაც ბლოკებს ხეულში. ეხლა მომიტევით თუ რამე არ სწორად თქვი, მაგრამ რაღაც სამკურნალო მასაჟითაც შეიძლება, კერძოდ რამე თუ არის აქ დაბლოკილი და ჩაჭედილი გამოუშვა, მაგრამ აი რამე თუ არის კიდე უფრო სიღრმის სფეროზე, რასაც შენ იყენებ. რა თქმა უნდა, ყველა
პიული მიდგომას თავისი ფუნქცია აქვს და რადგან არსებობს არსებობის უფლება, მაგრამ მე უფრო ვემხრობი გაცნობიერებას. იმიტომ რომ ბლოკი თუ მაქვს ხელში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელშია დარჩენილი და ის მე ხელით დავამუშავე და გამოვიყვანე, ადრე თუ გვიან დაბრუნდება. იმიტომ რომ ეს არის გადაუხარშავი ინფორმაცია, რომელიც სულის დონეზე დევს, როგორც ინფორმაცია. ამიტომ ჩემი მეთოდი არის, რომ იმ ინფორმაციამდე მივიყვანო და გავხსნა. ბევრად ღრმა შვეზე, კი. როდესაც გაცნობიერება ხდება, ანუ ერთადერთი ჩემი დაკვირვებით, რაც ადამიანს ათავისუფლებს, არის სიმართლე. ხანდახან ეს არის მწარე, მაგრამ როგორც კი მიხვდება და აღიარებს, იმიტომ რომ რაღაცების არ აღიარება გვყვარს ჩვენ, მაგალითად, როდესაც მუშაობ, ესეთ მოცემულობაში ვართ, რომ უნდა გვიყვარდეს, მაგალითად, უნდა მიყვარდეს ჩემი მშობელი, სხვანაირად არ შეიძლება, ეს უნდა არის. უნდა მიყვარდეს ჩემი შვილი, სხვანაირად ეს არ შეიძლება და მაგალითად არის ადამიანში ტრავმირებული მისი ნაწილი, რომელიც მის ბავშვობას უკავშირდება, სადაც მამის ან დედის მიმართ ჩარჩა, ბრაზი, ზიზღი, ესეთი ემოცია და იმ წუთას რომ ძალაუფლება ვინმეს მიეცა, შეიძლება მოეკლა საკუთარი მამა. მაგრამ შემდეგ იზრდება, შემდეგ აი ამ ემოციას აყრის რაღაც ზემოდან აბეტონებს და აგრძელებს იმ მოცემულობას, რომ მამა უნდა მიყვარდეს, დედა უნდა მიყვარდეს, თუ არა ეს სირცხვილია და მთელი ცხოვრება გაუცნობიერებელ ტკივილს ატარებს. სინამდვილეში არ უყვარს. და პირველი თერაპიული რაც არის, აქ არის აღიარო სინამდვილეში რას გრძნობ და სინამდვილეში ხანდახან მოდის წინააღმდეგობა, რომ არა მე მიყვარს, იმიტომ რომ ესე გვასწავლეს და როგორც კი ჩაიყვან იმ ბავშვობაში ხან არის ხოლმე 1 წლამდე ასაკის ვადაში არის მომხდარი ტრავმა, ხო? და აღარ ახსოვს ადამიანს, როგორც კი ჩაიყვან და გაახსენდება იმ წამიერი ემოციები და ათქმევინებ, რომ ცოტა ცივი რაღაც უნდა თქვა, მაგრამ მამა მე შენს მიმართ განვიცდი ხო სისხლს და ამ წუთას მე მინდა რომ შენ მოკვდე. და აი ამას, იმიტომ რომ ეს არის ის ენერგია, რომელიც მე სასიცოცხლო ენერგიას გიბლოკავს, იმიტომ რომ და ეს არ არის სირცხვილი, ეს არის უბრალოდ ემოცია, რომელიც იმ წუთას ვიგრძენით. და როდესაც არ გამოუშვით და მე ვეღარ გამოუშვით, იმიტომ რომ ეს ხო სირცხვილია, ეს ხო არ შეიძლება. აი ცუდი შედარება გავუკეთო, რა დამპალი ხილი რო შეინახო ჯანსაღხილთან, ის სხვებსაც ოდაალპობს და სულ იქ რო იყოს, რა როდესაც ეს აღიარება პირველია ხოლმე, რომ ამოიღო ის ყველაფერი და შემდეგ უკვე არის ის, რომ გადაყვავს იმ მოცემულობაში, სულის დონეზე ვეძახი ხოლმე რა, აი თქვათ არის როლის დონეზე, პერსონაჟის დონეზე, რაღაცის დონეზე და მე აი რაღაცნაირად ჩამოიყვანო სულის დონეზე და დაანახო, დაანახო, არამედ აგრძნობინო, რომ იმ მამამ ეს როლი შეასრულა შენთვის. და სულის დონეზე ყველა გვიყვარს. უბრალოდ ეს ამ თამაში ეგრე უნდა მომხდარიყო, ხო? ანუ ამ ეს პერსონაჟია და ეს უნდა მომხდარიყო. სხვაგვარად ამ ოჯახში, ამ ხაზში არ გაჩნდებოდი, არ დაიბადებოდი. ხო, ეს რაღაცისთვის იყო და ეგ რაღაცა არ გამოდის იმ სულის ტრანსფორმაცია და წინსვლა, ანუ რატო იბადება ეგ, ხო? ანუ კარმა შეიძლება იყოს ერთი, ხო, გამოცდილება და მაგ გამოცდილებას მე ხო მივყავ ტრანსფორმაციამდეც. ხო. და ну, ეხლა მაგაზე პასუხი ალბათ ცალსახა არის, მაგრამ მაინც ვიკითხა, რომ ხო უფრო მნიშვნელოვანი არის, ან შენი აზრით როგორია, მაინც ვთქვათ, მაგრამ ისაც ვიცი პასუხი, მაგრამ ანუ შიდა ტრანსფორმაცია თუ გარე? ანუ გარე შიდა, ხო, რა თქმა უნდა. გარე აი ეს არის, ხო, გარე არაფერს არ აქვს. იმიტომ ეს მინდოდა მაინც რომ გამეჟღერებო. თავიდან სხვა ასე ვთქვათ, ჩემი ასე ვთქვათ, მოღვაწეობა სხვა სფეროდან დავიწყე ცოტა ეზოთერული, მაგიური, ვთქვათ, ენერგეტიკული წმენდებით ადამიანთან და ძალიან მალე მივხვდი, რომ კი ქონდა შედეგი. მოვა და მე დაბინძურებული გაწმენდ, მაგრამ მივხვდი, რომ იმან თუ არ გააცნობიერა რა, საიდან მოვიდა, რა ვერ გადახარშა, რატომ მოხვდა მსხვერპლის არქეტიპში, მას ხვალ ანზე ისევ დაემართება, ამიტომ შევწყვიტე ეს გარედან წმენდა და გადავედი აბსოლუტურად შიდა სამუშაოზე, რომ შიგნით როგორც კი ჩაატარებ სამუშაოს, გარეთ ყველაფერი
იცვლება. ხო. იმიტომ რომ ყველა და ყველაფერი გარეთ გვაჩვენებს ვინ ვართ შიგნით. ხო. და ეს ცვლილება შემდეგ რა ზეგავლენას ახდენს კოლექტიურ ველზე. სიტყვაზე ოჯახის ველზე, ქვეყნის ველზე, დედამიწის ველზე, ანუ ხო არის მნიშვნელობა, რომ აი რაღაცა ხდება და აი აქ ეს ერთი სინათლის ნაპერწკალიც თუ გაჩნდა, უკვე რაღაცა, ანუ შეაქვს საერთო კოლექტიურ ველშიც ამას რაღაც ზეგავლენა. რითაც დავიწყეთ საუბარი, ახლა იცვლება ეს კოლექტიური ველი. და ერთ ადამიანს მინიმუმ ვიძახი გაცნობიერებულს და ყოველ შემთხვევაში გახსნილს და სინათლით, ესეც პირობითია, მაგრამ ასე თქვა, თავისუფალ ადამიანს მინიმუმ 10 ადამიანის შეცვლა შეუძლია გარშემო. რა თქმა უნდა, კოლექტიურში უკვე შეგაქვს სხვა სცენარი, იმიტომ რომ ჩემს პრაქტიკაში ძალიან ბევრია უკვე ასეთი დადასტურება, რომ არაფერს არ ვაკეთებ მე პირადად და რეალობას ცვლი ფოკუსით. ანუ ყურადღების რაღაც წერტილის ამოღებით, ხო? აი კონცენტრაციით, ხო. რეალურად ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი, ჩვენი მთავარი ღმერთი, ასე ვთქვათ, შემოქმედის ენერგია, რითაც საერთოდ რეალიზაცია ხდება მატერიისა, არის ფოკუსი. სხვა არაფერი. ფოკუსი და შეგრძნება. რაზეც არის ფოკუსი მიმართული, იქ მიდის ჩვენი ენერგია და ზუსტად ამიტომ ხდება ნადირობა ჩვენ ფოკუსზე, იმიტომ რომ გავიხედოთ გარშემო, ყველა მხოლოდ ყურადღებაზე ნადირობს. ხო, რომ არა შენ მოდი ყურადღება ამას მიაქციე, იმიტომ რომ შემდეგ ალბათ ეგრეა, რომ შენი ყურადღებით იმას აძლევს საზრდოზე ძალას, რომ ის უფრო რეალური გახდეს და უფრო ხორცი შეისხეს, ხო? კი, და ხშირ შემთხვევაში ადამიანები, როდესაც მუშაობ ხოლმე, ხო? და ვერ რეალიზდებიან. აქ არის ზუსტად აიმის პრობლემა, რომ ჩემს როლში არ, ჩემს ადგილას არ ვარ, ანუ ჩემი ფოკუსი, მთელი ჩემი ენერგია, ანუ ეს რაღაც გენერატორებს ვეძახი, ჩვენ ვართ უბრალოდ ენერგია გენერატორი, რა, და მიმართულია ან სხვა ადამიანზე, ან სხვა სისტემაზე, სხვა ეგრეგორზე და ჩემთვის არ მრჩება. რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ჩემი ენერგია უბრალოდ ჩემთან წამოვიდე და შევწყვიტო მისი გამოკვება. აი, ცოტა ისე თქო, გლეხური მაგალითი რომ მოვიყვანო, რომ გშიოდეს და საჭმელს სულ რო უკეთებდე სხვას და სხვასთან მიქონდეს და შენ საერთოდ არ ჭამდე და ბოლოს გახდე რაღაცა და კი, და თან ქართველებს ახლა ძალიან გვიდევს ეს თავგანწირვა, სხვერპლი, აი აქედან ჩემი ხედვით აქედან წარსულშიც არის ეგ ჩვენ კოჩიც, იმიტომ რომ სულ ამ მომებში და ამ კი, აი როდესაც აქტიური გენოციდის მდგომარეობაში ვიყავით სულ და სიყვარულთან აქვს პრობლემა ადამიანს და არავინ არ აფასებს, ყველა უპატივცემულოდ ექცევა, არ გამომდის, მე გავცემ და უკან ვერ ვიღებ, ხო? უსო კითხვას, რა არის შენთვის სიყვარული? და მეუბნება, რომ თავგანწირვა და აღქმულია ესე, რომ სიყვარული არის საკუთარი თავის დათმობა. მე თავი უნდა გავწირო და ვიღაცას უნდა შევეწირო და რასაკვირველია, როცა ეს ღირებულება მიდევს და ეს არის ჩემი მთავარი ფოკუსი, რომ სიყვარული არის თავგანწირვა, მე ეს სცენარები მომეცემა, რომ ყოველთვის მე გავწირავ თავს სხვისთვის. თამაში ამ სცენარებს მოგცემს და ეგეთ არქეტიპებს მოგწევს. სხვა შორის არქეტიპები რო ახსენე, ეგ აზრიც მომევიდა, რომ ეგ 12 არქეტიპი, რა 12 პერსონაჟი ვით არის, რა როლებში შეგიძლია შენ ითამაშო და ამ სცენაზე გავხდი და სიყვარულს შენ როგორ ახსნი? რა არის შენთვის სიყვარული? სიყვარული არის ჩემთვის მიმღებლობა და თავისუფლება. მიმღებლობა და თავისუფლება. სიყვარული აი ეს უპირობოსთან დაკავშირებით რაც არის ხოლმე, ხო, ყველაფრით განპირობებული ვართ რა. აი ესეც აღზრდაში დაშვებული შეცდომებია, ნუ შეცდომას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ სისტემა ასეთი იყო. აი მაგალითად ხშირად არის ხოლმე რომ გამაბრაზა შვილმა და აღარ მიყვარხარ, ანუ ან კარგად თუ ისწავლი, დაგაჯილდოვებ, თუ არ ისწავლი და ანუ აი ეს ყველაფერი მე ქმნის აი ამ პირობებს, რომ მე თუ კარგად არ მოვიქეცი, მე თუ დედა არ გავახდე, მე თუ კარგი შვილი არ ვარ, მე არ ვუყვარვარ და ამან უკვე შექმნა პირობა. და ჩემთვის სიყვარული არის უპირობო. ანუ მე შემიძლია მე რა ზოგადად ესე აღვქვა, რომ შეგიძლია ადამიანი გაუშვა და მაინც გიყვარდეს. გეთანხმები, კი. ანუ სხვა და მიიღო ისეთი როგორიც არის, ხო? და აი ერთი რა მოგწია ხა თვინმაც ამომიგდო, რომ აი ცოტა ეს უკან თქვი, რომ აი მამამ რო სიტყვაზე
ბავშვს მიაყენა რაღაც ტკივილი და ის ვერ იტანდა ამ ამას უნდა და რომ მომკვდარიყო. ეგ თუ უნდა გაევლო მაგ სულს და დაშვებული იყო, მაშინ ანუ აი რა მოდის ძალიან ეს რაღაც ადამიანური მომენტი არის და ალბათ გაუცნობიერებელი ზონაა ჩემში რომ აი რა აზრი აქვს მაშინ აი ამ ცვლილებებს რაღაცებს თუ ეს ყველაფერი ისედაც დაშვებულია ეგრე უნდა მოხდეს და გავიაროთ ანუ აი ცოტა ნიჰილიზმი აი ძალიან ვიწრო ხიდი მგონია რომ ნიჰილიზმში არ გადავარდე მაშინ რა აზრი აქვს რა აზრი აქვს აი რამე რო შევცვალო აი სიტყვაზე შევცვალო დამოკიდებულება მამაჩემის მიმართ ჩავიძირო ჩემში შეეული რომ თუნდაც შემდეგ რა ხდება გაუგო ყველა ეს წეღანაც თქვით ხო ამ პლანეტაზე ვართ იმისთვის რომ თანაცხოვრება ვისწავლოთ და ერთმანეთს გაუგოთ და ნებისმიერი ტრავმირებული ადამიანის ბოროტება არ არსებობს ჩემთვის არსებობს ტრავმა არსებობს ტრავმირებული ადამიანი მამა რომელიც შვილს ურტყამს იმ მამას ურტყამდნენ ბავშვობაში და ყველაფრის უკან დგას ტრავმა და ეხლა რაც ხდება ტრანსფორმაცია ხო ეს სულები გარდამავალი პერიოდი და ეს ჩვენ ხიდი ვინც ვართ ჩვენთვის იყო ცოტა რთული რომ ჩვენ უნდა გავუგოთ და გავატაროთ ამ ახალ თაობაში ხო აი მაგალითად მე თუ დედა ან მამა მცემდა და ეს თავიდან იყო ტრავმა მე მქონდა რაღაც მიუღებლობა მე ზიზღი მე გავბრაზდი მე დავადანაშაულე მე სადღაც მივედი იქამდე რომ გავუგე იმიტომ რომ ისაც ესე იყო და ჩემ შვილში უკვე აღარ გადავიტანე ძალადობა, არამედ გადავიტანე სიყვარული და ეს არის აზრი. რომ თაობების სწორ, ასე ვთქვათ. ან უკეთესი გავაკეთოთ, ვიდრე აქამდე იყო, ან ის ხარვეზები შევასწოროთ, ესე ვთქვათ. სიყვარული ვისწავლოთ და ხო. იმიტომ რომ მოძალა და მოძალადეს სრდის. ხო. და მე თუ ჩემში გავატარე და მას გაუკვე, უკვე ანუ ის საგვარეულოს წმენდები რო ხდება ხოლმე და ის ხანდახან არის რომ ერთ ადამიანს აქვს აღებული მთელი ეს საგვარეულო რაღაც ნეგატივი უბრალოდ შემდეგ თაობას გადავცეთ სწორი იმპულსები, სწორი ღირებულებები და თავისუფლება და აღარ უთხრეთ რომ ღმერთი დაგსჯის და თქვათ ხო და შენ გესახება დედამიწაზე ისეთი დრო როცა მართლა ეგეთ თანაცხოვრებაში და ჰარმონიაში ვიქნებით რომ ერთმანეთს ბოლომდე გაუგებთ თუ შეუძლებელი გონია ეს არის ამ ეტაპზე ჯერ ვერა, მაგრამ როდესღაც იქნება შესაძლებელი. ხო, ანუ რაღაც მომენტში მოხდება, ხო? ანუ ეს არ არის რაღაც ესე ვთქვათ, ისეთი რაღაც, რასაც ვერაზროს ვერ მიწვდები, მაგრამ სულ უნდა მიიჩქაროდე მის მიმართ. ანუ როდესღაც მიხვალ მაგამდე, ხო, ალბათ ეგრე გონია შენ. კი, ალბათ ნელ-ნელა ის რაღაც რომ შეიცვლება წესები ნელ-ნელა და რაღაც ეს თაობები. ხო. უფრო მეტად მიმღებობაში სიყვარულში გადავლა. ეთო ეხლა რა მაინტერესებს, იცი, ჩვენ ეხლა ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომ ხშირად რთულია გაარჩიო რეალური ილუზორულისგან, მით უმეტეს აი ინფორმაცია, თუნდაც აი სულიერ სფეროში მოღვაწე ადამიანები, ზოგი შეიძლება ძალიან ისე ჩანდეს, მაგრამ მის მიღმა შარლატანი იყოს, ან კოდია შეიძლება შეძეგეთ გაოცდილებები, ხო? აი მაინტერესებს როგორ შეგვიძლია გამოვიმუშაოთ ხედვა, აი არ ვიცი, აი რაღაც ესეთი თვალი ან ინტუიცია, რომ აი ამოვიცნოთ აი ეს რეალური ილუზორულისგან და მას გავყვეთ აი რა შეგვჭირდება რომ ამოვიცნოთ? სხვა ადამიანი. სხვა ადამიანი არა, ზოგადად უფრო ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, ან როგორ უნდა გავარჩიოთ რეალური ილუზორულისგან ამ შემთხვევაში, ანუ შენ გონია რომ არ უნდა გავარჩიოთ თუ როგორ აბა? ანუ ვინ უნდა გავარჩიოთ, ვინმეს უნდა გავყვეთ ავტორიტეტს, იმიტომ რომ კითხვა ესე დაისურვა, ხო არიან სულიერი გურუები? არა, ეგ უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, რომ აი სიტყვაზე სულიერებაში ხო არიან ვიღაც გურუები, რო ჩან, მაგრამ სიამდვილე შარლატანები არიან, ან რაღაც ინფორმაციას რო კითხულობ ინტერნეტში, რომ ესე და ესე მოხდა, მაგრამ რეალურად ეგ არ არის ჭეშმარიტი და იმაზეც ვისაუბრეთ, უბრალოდ შენი ყურადღების წერტილი გადავთ კონკრეტულ მონაკვეთში, რომ შენი ყურადღებით ის კვებო და გაზარდო. და ეგ ხო რეალურად არ არის კარგი საზიანო არის, პირიქით უნდა იყოს და აი ეგ როგორ უნდა მოხდეს თქო, აი საკუთარ თავში დაბრუნებით მხოლოდ. ანუ პირველი ის რომ ავტორიტეტები ჩამოვიშოროთ. როგორიც არ უნდა ავტორიტეტი იყოს, მილიარდი წიგნი რო დაეწეროს და მსოფლიო მაღიაროს. არ მივიღოთ მისი ნათქვამი ისე როგორც ჭეშმარიტება. აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ ჩემ შინაგან ცენტრთან. ოღონდ რატო არ რთული? ამ შინაგან ცენტრამდე ამის ვარ. ხო, ჯერ მაგამდე უნდა მიხვიდე რომ ვერ გადაამოწმო, ხო. ხო.
მაგრამ ხო, ნუ ერთადერთი გზა არის შინაგანი ინჟინერიის ჩატარება, სხვა არაფერი, მაგრამ ესეც როგორ არის, იცი, ნებისმიერი ადამიანი მიიზიდება იქ იმ რა მასწავლებელთან, ვიბრაციაზეცა იმ და რა გურუსთან და იმ ინფორმაციასთან, რომელიც იმ წუთას მასთან რეზონირებს და თუ ეს რეზონირებს, ვერ აიცილებ თავიდან. რომ ყველაფერს უბრალოდ უნდა შევხედოთ არა წუწუნით, რომ აი რატომ ხდება, რისთვის ხდება, არამედ იმ საკუთარი თავის ამოცნობისთვის. აი მაგალითად, ჩემთვის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, იმპულსი იყო ხოლმე შფოთვა. და რომ გავივლიდი ერთ დონეზე, მე ეს რაღაცა სტაბილურად იქ ვარ, მე რაღაცა იწყებოდა შფოთვა და აი როდესაც შფოთვა და სხეულში რაღაცა დისკომფორტი მეწყებოდა, ხა ზოგი გარბის რომ ეს შფოთვა მოიცილოს, ხო? რაღაცა ცუდია. მე მემართებოდა განმარტოვება, რომ დავაკვირდე, რას მანიშნებს ჩემი სხეული, ანუ რა უნდა, რას მეუბნება და ზუსტად ვიცი, რომ ეხლა რაღაცა ახალი უნდა წამოიღოს და ახალი უნდა მოხდეს. აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია არის ჩვენში. ყველაფერი ჩვენშია. უბრალოდ არ ვიცით მოსმენა. აი სხეულში არის, როგორც არ ვიცი, კოდები ჩაწერილი და თუ კი უბრალოდ დავიწყებთ საკუთარ თავის მოსმენას, ყველა მივაპასუხავდე. არ არსებობს რომ ვერ მიხვიდე. და ალბათ მაგ დროს გამოავლენს თავის სრულ პოტენციალსაც, ხო, როგორც ყვავილი გაიფურჩქნება, ესე რომ ვთქვათ. მაინტერესებს შენი, ეხლა შენ პირად გზაზეც რო გადავიდეთ, რა მისტიური გამოცდილებები გქონია ისეთი, რამაც აი ძალიან ღრმა ფერის ცვალება მოგცა. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი გქონია, მაგრამ თუ არის ისეთი, რასაც სიტყვაზე საჯაროდ იტყვი, ან თუ არ იტყვი, ეგეც ოკეი არის და ჩემი მთელი ფილოსოფია და სოფხედველობა, ის როგორც მე ახლა აღვიქო სამყაროს, არის პირდაპირ ჩემი პრაქტიკა. წეღანას თქვი, ეხლაც გავემეორებ, აბსოლუტურად არ ვარ თეორეტიკოსი და არ მივყვები რაღაცა სწავლებებს. ყველაფერი არის ჩემი გამოცდილება, უბრალოდ ერთ დღეს ესე დამეწყო პანიკური შეტევები და ზოგადად ძალიან მშვიდი, ძალიან უთქმელი, ძალიან საყვარელი. გოგო ვიყავი ყოველთვის და ერთ დღეს უბრალოდ, არ ვიცი, აი ვიღაცამ რო თვითი დააჭიროს ღილაკს და ქაოსი მოაწყოს და ნუ ვინც იცის ეს მდგომარეობა, იცის რომ პანიკური შეტევები არის მაქსიმუმ 1 საათი, 2 საათი და მე გადის და მე მქონდა პერიოდი, რომ 24 შვიდზე მქონდა პანიკური შეტევა. ვერ ვმიწდებოდი პირველად აი ეს შეგრძნება რომ მიუხედავად იმის წეღან ვისაუბრეთ მიწის სტიქია ვარ აი უცბად ავიწიე და ვერ მიწდები ანუ არარეალურ სამყაროებს შორის მოხვდი იყო იქ რაღაც თქო მიწა ამოყირავდა ამოყირავდა სხვათა შორის პირდაპირ გაგებით აი მქონდა შემთხვევები რომ ვსივარ აქ მაგრამ ნუ ვერ ვგრძნობ სხეულს და ყველაფერი უბრალოდ უკუღმა ანტრიალებს ხო იყო გამოცდილებები როდესაც უბრალოდ ქუჩაში მიდიხარ და ხედავ რომ ადამიანს რაღაც ენერგეტიკული სხეული დაყვება ან აზის იყო გამოცდილება ნუ ყველაზე ჩემთვის მაშინ შემაშფოთებელი რომ ჩემთვის ვსივარ ჩემს სახლში ჩემს ოთახში და ვხედავ როგორ მოდის ჩემსკენ სამი მგელი ეთერული რა თავისი ენერგეტიკული სხეულით და შემდეგ გელაპარაკება ნუ შემდეგ იყო სხვადასხვა ფორმები რომლითაც ასე ვთქვათ ძალები ენერგიები შემოდიოდნენ კონტაქტში მაგრამ ეს იყო ჩემთვის ძალიან რთული იმიტომ რომ ლოგიკური აზროვნება და საკმაოდ დამიწყებული ადამიანი ვარ და მეგონა რომ ვგიჟდებოდი და იცი როგორ ხდებოდა საკმაოდ ესე საინტერესოდ ხდებოდა მქონდა რაღაც პიკური მომენტები და როდესაც ეს სრულ პიკში ვიყავი რომ მეტს ვეღარ გაუძლებ სასწრაფოდ გუგლავდი ან ფსიქოლოგს ან ვიღაცას ფსიქიატრს რომ всё ახლა უნდა ჩავეწერო თორე გავგიჟდები და გაჩუმდებოდა ყველაფერი ანუ ამ ჩემი მოგზაურობების მანძილზე ვერასდროს ვერ მივედი ფსიქოლოგთან ვიღაც დავხენითვე ხო რაღაცა გზა იყო ასეთი გზას იმაშვილობდი ხო რთული პროცესები გავიარე საკმაოდ ისეთი ყველაზე რთული იყო რელიგიური ეგრეგორიდან გამოსვლა ხო რაც ახსენე რომ ის კითხვები მქონდა და პასუხებს ვერ ვღებულობდი ხო პირდაპირ ნუ
ხილვის მდგომარეობებში, როდესაც პირდაპირ რაღაც არსებას ეტაკები, რომელიც გეუბნება, რომ ყველაფერს წაგართმევ შვილებს, წაგართმევ ქმარს, იმიტომ რომ ჩემ თავზე დიდად არც ვფიქრობდი, ხო, აქ როცა უკვე შვილებზე ხდება ზეწოლა, ძალიან რთული მდგომარეობა, რაღაცები მართლაც მატერიალურ სამყაროში მქონდა დიდი დანაკარგები, განულებები და მოკლედ როგორც იქნა გამოვახციე. ეთო, აი სანამ დავიწყებდით აი თემა ძალიან ისე ჩამჭა და მაინტერესებს კითხო, რო თქვი, რომ ის სულთან დავამყარე კონტაქტიო და აი ალბათ ჩვენ მაყურებელსაც მე არ დავამყარე, თვითონ ხო, თვითონ დაამყარე, მაგრამ ხო, არა, ხო, პროცესი კონტაქტი ხო შედგა და ეხლა ჩვენ მაყურებელმაც ეგ თემები დარწმუნებული ვარ, კარგად იცის, რომ არსებობენ ალბათ აი ესეთი სულები, რომლებიც აი ვერ უშვებენ მატერიას ხელს, მიჯაჭვულები არიან და შენ ახსენე ეგეთი რაღაცა, რომ იმ სულსაც ეშინოდა გასვლა შეუცნობელში და მე მეკითხაი რომ ანუ როგორ თუ ანუ ჩვენ ხო აქ ახლა გვეშინია შეუცნობელის მატერიაში, მაგრამ მე რატომაც მქონდა წარმოდგენილი რომ აი მატერიას რო ჩამოიშლი სული თითქოს უფრო მამაცი არის, არ ვიცი, აი უფრო ბევრი რამე იცის და არ ეშინია არაფრის, პირდაპირ მიდის ღმერთთან. ჩემი აქაც გამოცდილებით რა ცნობიერების დონეზეც ხდება გასვლა, შემდეგ ხვდებით შესაბამის ცნობიერების თამაში. აი ქრისტემ როგორც თქვა თქვენ მოხვდებით იქ, სადაც გჯერათ რომ მოხვდებით მიახლოებით ეგეთი რაღაცა. იმიტომ რომ ვისაც ხო სჯერა აი ამ რატო არის ხო აი როდესაც კლინიკურ სიკვდილებზე ძალიან ბევრი მქონია საუბრები ხოლმე და გამოცდილებების გაზიარება და ყველა ადამიანი რომელიც არის ქრისტიანულ ასე ვთქვათ ეგრეგორში გადის აი იმ რაღაც სცენარს რაღაც დაშუქება, მე აჩვენებენ ჯოჯოხეთს, მე აჩვენებენ სამოთხეს, დაათვალიერებენ ამ ყველაფერს. და თითქმის ყველა ისტორია არის ერთნაირი. სხვა რელიგიაში ის გადის თავის რელიგიის შესაბამის სცენარს და ვთქვათ, მქონია შემთხვევა ერთ-ერთ ჩემ კოლეგასთან, რუსთან, რომელსაც ჰქონდა კლინიკური სიკვდილი და რომელმაც თქვა, რომ აბსოლუტურად რაღაც სივრცეში მოვხვდი. სადაც როგორც ეკრანები, კომპიუტერული რაღაცა ეკრანები იყო, გაირბინა ყველაფერმა, ყველა სცენარში რაღაც დავინახე ჩემი ნაწილი, დაჟევეძებდიო დედასო, მაგრამ დედა მითხრესო, რომ აქ აღარ არის მოეძებ. და ენაც ვერ ავხსენი, წარწერებიც ვერ ავხსენი, რა ხდებოდა, ნუ, მაგრამ ვიგებდი რა. ვიგებდი და ყველაფერი, ასე რომ როგორ რაღაცა რა ცნობიერებითაც გავდივარ, რისთვისაც ჩემი ცნობიერება არის მზად, შესაბამის გაგრძელებაში ვხვდებით. ხო და აი არ არსებობს მაშინ რამე უნივერსალური ადგილი, სადაც ყველა მივდივართ? თუ ყველა იქ წავედით, სადაც ჩვენ გონია რომ წავალთ? ჩემი ხედვით არა. ანუ ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ აქ როგორც მე ვგრძნობდა ვხედავ, აქ არავინ არ იბადება და არავინ არ კვდება. ეს არის მუდმივი პროცესი, მუდმივი ცხოვრება. და მუდმივი გადასვლა სხვადასხვა სივრცეებში. ხო და მაგრამ იმ სივრცეებიდანაც მე ხო სადღაც ხდება გადასვლა, ან სიტყვაზე ისევ აქ მოსვლა პირობითად ან სხვა პლანეტაზე გასვლა, იმდენად ჩემი ხედვით იმდენად დიდია, იმდენად მრავალფეროვანია. რომ ენით აღუწერელი და დაუთვლელია ეს ჩვენი სამყაროები. ხო და ეხა ერთი კითხვა მაქვს, ანუ შეგვიძლია ჩვენ ჩავთვალოთ ჩვენი პლანეტები როგორც უნივერსალური, ესე ვთქვათ, სცენები, სადაც ყველანი, აი სიტყვაზე, ყველანი წავედით ფილარმონიაში, ვდგავართ სცენაზე, ხო, მაგრამ დანარჩენი ყველანი შენ სახში ცხოვრობ, როგორიც შენ გემოზე გაქვს მოწყობილი, როგორც შენ მოგწონს ისეთი შპალერი გაქვს, ისეთი ნახატები გიგიდია კედლებზე. მე ჩემნაირ, მე შეიძლება ვაფშე უსახლკაროც ვიყო, მაგრამ აი ფილარმონიაში მოვედი დავდექი. მიახლოებით ესეთ რაღაცას გულისხმობ, როცა სული იქ მიდის, სადაც თვითონ გონია, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს სიტყვაზე დედამიწა და აქ ვსწავლობთ ერთად ჰარმონიაში ცხოვრებას. არ ვიცი რაღაცა შორ გალაქტიკაში რაც პლანეტაზე, იქ კიდე სხვა რაღაც იქნება, მაგრამ აი მანამდე ვისვენებთ ჩვენ განსასვენებელში ყველა თითქოს და იქ ვბრუნდებით. მიახლოებით ესეთი რაღაცა არის ეს წარმომესახად. კი. სხვადასხვა ავატარი, სხვადასხვა ცნობიერების ასპექტი და ზოგადად როგორც მიგრძნია, ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება. ანუ ჩემი ცნობიერების რაღაც ნაწილი არის სხვადასხვა
განზომილებაში. დროის მიღმა ალბათ, ხო, რაღაც ეგრე. ერთდროულად და ხანდახან ეს ხილვები რომ მოდის ან კონტაქტი. ეს არის ზუსტად ის გადაკვეთის წერტილი, როდესაც გადავეყარ, ანუ მოხდა შეხვედრა. ხო. იმიტომ რომ ესაც ხო ფორმებია, მაგალითად, როდესაც მქონდა ეს მკურნალ ენერგიასთან სხვა პლანეტიდან, თქვათ, როდესაც დამჭირდა და ვახსენე ენერგეტიკული ოპერაციები, მაშინ ჩემი ცნობიერება აღიქვამდა, რომ ის მოვიდა საიდანღაც ჩემს დასახმარებლად და რაღაც გამიკეთა, ასე ვთქვათ, და გამომაჯამრთელა. მაგრამ ახლა უკვე ამას აღარ აღვიქვავ, ახლა უკვე აღვიქვავ, რომ ის უკვე აქ არის, როგორც კოდი. როგორც ანუ ის კი არ მოვიდა, ისაც მე ვარ. ანუ ჩემი ცნობიერების რაღაცა ასპექტია, რომელიც დედამიწაზე დამჭირდა. ხო, ანუ მაგ სიტყვები ჩვენ ბოლომდე ვერ ვიაზრებთ ალბათ ვინ ვართ, ხო? ვერა, იმიტომ რომ და ვერც გავიაზრებთ. კი, იმიტომ რომ აი, როდესაც თქვათ ვახსენეთ და მაგიურ ამბებში ვიყავი და ჩემზეც რაღაც დესტრუქციული თამაშები მიმდინარეობდა, პირდაპირ მქონია ესეთი გასვლები, ანუ ვხედავდი და ვგრძნობდი ვიღაცას როგორ აწამებდნენ რაღაც გალიაში, როგორ რაღაც შეგრძნებებით და კარგ ხანს ვერ ვხსნიდი ეს ვინ იყო, რა იყო, იმიტომ რომ აქ მე გონებას უნდა ახსნას, რომ ვიღაცა, შენი ინკარნაცია, შენი გვარია თუ ვიღაცა. ანუ ეს არის შენი ცნობიერების რაღაც ასპექტი, რომელიც პარალელურად გადის. და განკურნება ზოგადად ხდება ყველა დონეზე. და რა დონეები არის ესენი? კარგად რომ ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ზოგან არის სიტყვაზე მარტო აი კლასიკურ ფსიქოლოგიაში რაც ცნობიერი, არაცნობიერი, ქვეცნობიერი და კოლექტიური და ეხლა შენ მე ახსენ კიდე სულიერი. აი კიდე რამე შრე არის სიტყვაზე იქ ასტრალური ან ეთერული ან რაღაც ანუ ძალიან ბევრი ანუ სხვადასხვა სკოლაში ყველას თავისებური ისენი აქვს და აი ამ შემთხვევაში ხო, ნუ მე სკოლებს ერთადად არ მეყვები და ალბათ შენ უფრო იცი თეორიულად სახელებიც კი და მე შეიძლება ესე არ ვიცოდე, უბრალოდ რასაც ვამბობ არის რომ ყველაფერი, აი ეს ბნელის და ნათელის ჭიდილი რაც არის ხომ, არავის არ ვებრძვით და არავინ არ გვებრძვით. ეგაც არის ჩვენივე ცნობიერების ნაწილი, რომელიც ოდესღაც თამაშობდა ან პარალელურად თამაშობს დაბალ ვიბრაციაზე. ხო, და თანამ დუალური სამყაროს მოცემულობაც. და როდესაც შენ უკვე აი ამ, ასე ვთქვათ, ენერგიას შენში ატარებ და კურნავ, ის პარალელურად იქ იკურნება. და შემდეგ იმიტომ ხდება გამთლიანება და შემდეგ იმიტომ ვიძახით, რომ ყველაფერი მე ვარ. ანუ დანაწევრების შემდეგ და ამის გაცნობიერების და განკურნების შემდეგ გამთლიანება. ხო, აქ რაც არის ხოლმე აი ყოველთვის გამდევნოთ ბნელი, გავიტანოთ, ვერაფერს ვერსაიდან ვერ გაიტან. შენი რაც არ არის, შენ სივრცეში არ იქნება და თუ შენ სივრცეში მოხდა, ესე იგი შენია. რა გზით მოხდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს და ის უნდა იცნო, იმიტომ რომ ჭრილი რა არის, როგორც კი სინათლეს მიანათებ, აღარ არის. ხო, იმას არც ვჭრით, არც ვკლავთ, არც ვებრძვით, უბრალოდ ვიღებთ და როდესაც აი მიმღებლობა არის, ხო, ვაღიარებ, ვიღებ და ვიყვარებ ისე როგორც შემიძლია, მეშვება თავს. ჭრილი არის დასტური, რომ სინათლეც არის. კი. ხო. აი მამა გურავს ქონდა ძალიან კარგად ახსნილი, რომ აი ანტიქრისტეო ხო რა ყველა რო აი რაღაცა ეშმაკი ანტიქრისტ პირიქითო ანტიქრისტე რომ ძალიან მაგარიაო და რა ანუ მეც გავიკვირდა რატომ მეთქი და იმიტომ რომ ეგ მერე აჩვენებსო ვინ არის ნამდვილი ქრისტეო ანუ ეგ ანტიქრისტე იქნება ჭრდილივი თუ აი მისო რაც რეალურად აი შუქიაო და საიდანაც მოდისო ხო ნუ ესეც ახლა ჩემს ხედვაში ესეც თამაშია და მე ჩემი აზრით არ ვიცი ხა ეს რამდენად უნდა თქვა მაგრამ ქრისტეები ხანია უკვე მოსულია და აქ არის ხო, ეგ შტაინერიც მაგას იძახს, რომ დედამიწაში ანუ ესეც არის პროგრამა და გაცნობიერება. ხო, უბრალოდ ცნობიერება. და შენ რა ფორმით გონია, რომ აქ არის, აი რომ იძახი მაგას რაც გულისხმობ. ქრისტე არის ჩემი ახმით ცნობიერება. აი ეს იდეოლოგია სიყვარულისა და იმას, რასაც ჩვენ მატრიციდან გასვლას ვეძახი, თუმცა გასვლა ნიშნავს გაფართოვებას და გაცნობიერება. ხო, აი ზუმავთით შეხედო უბრალოდ. ხო, ანუ სხვადასხვა დონეზე იკითხება ბიბლია, ხო, აი სხვა ცნობიერებით სხვა პასუხია, სხვა ცნობიერებით უკვე სხვა პასუხია და ზუსტად მაგას ამბობს, რომ მე ვარ გზა, ანუ და ჭეშმარიტად. თუ გამომყვები მიხვალ ღმერთთან, ანუ მიხვდები, რომ შენც მისი ნაწილი ხარ და ხო. და მეც შეძლებ ვიდრე მე, ხო. ხო, მაგაში გეთანხმები, ხო, ქრისტეს გზა არის ესეთი, რომ შენც იმოქმედო ისე და მოიქცე ისე, როგორც ის მისნაირად ისწრაფოდე, რომ ეგეთი იყო.
ხო? ხო. მიღება და სიყვარული ყველასი და ყველაფრისა, რომ მე სინამდვილეში მე ვარ, იმიტომ რომ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ შემოქმედის ნაწილები ვართ და მისი ნაწილი ვართ, ხო, ერთი პატარა ჯანჯიკი, მაშინ ერთ მთლიანობაშიც ყველა ერთი ვართ და არავინ არავის არ უნდა დევნიდეს. რადგან შემოქმედმა შექმნა ეს ყველა, ესე იგი უბრალოდ მიღება უნდა შეგვეძლოს ამ ხო, მიღება და ალბათ ხელი შეწყობა იმაში, რომ მაქსიმალურად რაც ვთქვით გავიაზროთ რატომ ვართ აქ, ვინ ვართ, რომ ეგ ჩვენი როგორც ჭანჭიკი რო ხარ, რო იცოდი რომ ჭანჭიკი ხარ და ეხლა უნდა გადაატრიალო, ამას მიეხმარო და ეს ცუდი კი არ არის, პირიქით ერთად ვაკეთებთ ამას, მაგარი არის ეს და ეგრე მივიდეთ რაღაც ტრანსფორმაციამდე. კი, იმიტომ რომ აი ჩემი პირადი გამოცდილებით, თქვათ ადამიანი რომელთანაც მქონდა რაღაცა კონტრა, ასე ვთქვათ, და თავიდან მეგონა რომ კლავდა და მე მინდოდა შურისძიება და მთელი ამბები, საბოლოო ჯამში იმხელა მადლიერების შეგრძნება გამიჩნდა და მე უკვე ჩემი ხედვით მივხვდი რომ თითქოს ისაც მე ვარ, ანუ ჩემი ბნელი მხარე, რომელმაც ეს სცენარი უბრალოდ დადგა, დააპროექტა და მივხვდი რომ ანუ ისაც მე ვარ, ესაც მე ვარ, ესაც მე ვარ და რომ არა ის პროცესი რაც მე გავიარე, თუმცა ძალიან რთული იყო, ვიქნებოდი ისევ ის რაღაცა პერსონაჟი, ბოტი, გაუცნობიერებელი პროგრამა, რომელმაც არ იცის რისთვის არის და ყველაფერი შეიძლება დავუბრალოდ ბედის წერას, ანაი ესე ვარ და ვერაფერს ვერ ვცვლი. და ასე რომ ყველაფერი რაღაცისთვის ხდება. იუნგს აქვს ძალიან მაგრა ნათქვამი, ის ანუ გაუცნობიერებელი ეგეთი ტრავმები და შენ შიგნით მოკლედ ეს გაუცნობიერებელი მთელი სამყარო, შემდეგ გარე სამყაროში გევლინება როგორც ბედის წერა. ანუ შენ შიგნით ვერ მოაგვარე, ან არ მოაგვარე, არც მოგინდა რომ შეგეხედა და აუცილებლად გარე სამყაროში იჩენს თავს ხვებში და შენ მაგას ბედის წერას ეძახი და რეალურად ანუ ვერაცდი უბრალოდ ვერაცდები. კი, ვერაცდები, იმიტომ რომ ის გმართავს ალგორითმია, ესეთი პროგრამაა ჩაწერილი. მე სულ ესე აღვქვავ, როგორც კომპიუტერულ სისტემას, ესე აღვქვავ ჩვენს აი თავი რო იყოს ჩვენი კომპიუტერი და სიტყვაზე ვიძახი, თუ შაბლონურად გიწერია რაღაც პროგრამა, რომ აი თუნდაც სიყვარული არის თავგანწირვან, სიყვარული არის, არ ვიცი მე, ტკივილი, ტანჯვა, ესე გვაქვს გაგებული, იმიტომ რა ვიცი, რადგანაც ესეც სამყაროში ვცხოვრობდით, არ არსებობს უბრალოდ, რომ შენ სიყვარულში მიიღო სიამოვნება და სიყვარულმა მოგცეს ჰარმონია, იმიტომ რომ შენ იმისთვის რომ მიხვდე, რომ მიყვარს, უნდა იგრძნო ტკივილი. სხვანაირად ვერ ადასტურებ, რომ გიყვარს, იმიტომ რომ შენთვის სიყვარული უდრის ტკივილს. და სანამ არ მიხვდები, რომ ეს არასწორი რწმუნებულებაა, რომელიც შეიძლება დედამ, ბებიამ, დიდმა ბებიამ, ან საერთოდ ვიღაცამ თავისი გამოცდილებით ჩადოთ და ჩატვირთა და ამას არ წაშლიდა. ან შენ როგორც სულ მას შემოიტანე საიდანაც ხო, არ მიიღებ იმას, რომ ის იყო აღარ მინდა მე ტანჯვა, იმიტომ რომ სიყვარული შეიძლება სხვა ფორმითაც თურმე და აი ამას ახალ კოდს, რასაც ვიძახით, არ შევიტანთ ჩვენ ცნობიერებაში. მანამდე ვივლით ესე და სოფლიო ნახევარი იტყვის, რომ ყველა კაცი არის მანიპულატორი და ნახევარი საქალეთი იტყვის, რომ ხო. ეთო, აი ხა ცოტა დასაშულს რო წავიყვანოთ, ერთი კითხვა მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მრავალ თემას შევეხეთ, კერძოდ რაც იყო მიწიერი თემებიც, აი ეს რაც გვამიწევს, ზეციური თემები, რაც აი ეკიდეულების სამყარო არის და მაგაზე მე კიდე ცალკე სხვა ეპიზოდის ჩაწერა შეგვიძლია ზოგადად იქ რა ხდება, რა არქიტექტურა არის, სულები როგორ ირჩევენ, რო აქ მოვიდნენ, რატო ირჩევენ, რატო ეს კონკრეტული სულები ასე შემდეგ, მაგრამ სანამ აქ ვართ პლანეტაზე და ჩვენც ეგ ვთქვით, რომ მოდი აქ ვიყოთ, დავმიწდეთ აქ და აი ეგეთი რაღაც მაინტერესებს შემდგარ რომ აი მისტიკოსის გზა მე ესე მესახება რომ და აი მაგალითად სუფიებსაც ეგრე აქვს დაგვცილი და ბევრ ეპიზოდში ეგ მithkoms და გამომეორდები რომ არის რომ შემყარად გახარ მიწაზე, მაგრამ თავი გაქვს ცაში, აი ხესავით ხარ, რომელიც ძალიან ფესვები მაგრა არის მიწაში, მაგრამ შენ აი მთელი შენი არსებით იშვერთ ცისკენ ხელებს და იქეთ მიისწრაფე, მაგრამ მყარად ხარ, აი ვერაფერი ვერ იმას გიზავს. აი როგორ გესახება შენ რომ ადამიანებმა ეგ შევძლოთ. ერთი არის ნუ რა თქმა უნდა ეს ჩვენი თავი შეესწო ჩაძირვა ეს იმ ღერცთან დაბრუნება, მაგრამ თუ არის რამე კიდე ისეთი აი შენებული ან რაც აღმოაჩინე შენი გამოცდილებით პრაქტიკულად რომ აი ეს მაგრა დამეხმარა დამიწებაში და იმაში რომ აი არ გადავექცია ამ ხარს სადღაც აი რამე თუ შეგიძლია აი ამ თემის ირგვლივადაც რო ვთქვათ. ანუ ძალიან ინდივიდუალურია ყველაფერი, იმიტომ რომ პარამეტრები გვაქვს ყველა სხვადასხვა, რაც ჩემთვის არის, ეხლა მე რო პრაქტიკები გავაზიარო, ხო?
შესაძლებელია ვიღაცაზე იმუშაოს, ვიღაცაზე აბსოლუტურად, ანუ ინდივიდუალურად ურჩევთ ხოლმე ვის რა მოწყობილობა გვაქვს შიგნიდან, მაგრამ ძირითადი ყველაზე ისეთი ძლიერი პრაქტიკა არის ფოკუსის მართვა ვისწავლოთ. იმიტომ რომ აი ხლა შენც რომ გითხრა რომ 10 წუთი დაჯექი და შენ თავში იყავი ვერიზა. და რომ სულ დარბის ეს ჩვენი ფოკუსი ტვინი. ხო, გონება მაიმუნია, იქ რაღაც აზრი მოვა ის მოვა, ძალიან რთულია, გეთანხმები, ძალიან რთულია. ხო, და ნელ-ნელა დავსვათ შეკითხვები და ნელ-ნელა დავსვათ ანუ გავბედოთ პირველ რიგში, რომ გვერდითაც გავიხედოთ და თუ კი რამ ჭეშმარიტება გვეგონა, პატარა კითხვის ნიშანი დაუსვათ, იმიტომ რომ მე ვიცი რა მტკივნეულიც არის ეს, როდესაც რაღაცა გქონია ჭეშმარიტება და აღმოაჩენ, რომ სულაც არ არის ჭეშმარიტება და მთელი ეს ნგრევა მიდის შინაგანი სამყაროსი, მაგრამ პირველი მაინც არის, რომ გავბედო, რომ გავიხედო გვერდით და იქნებ ის ვისაც ეს მთელი ძალით ვეწინააღმდეგები, იქნებ მაგაშიც არის ჭეშმარიტება, იქნებ იმაშიც არის, იქნებ იმაშიც არის, იმიტომ რომ ყველაფერში არის ჭეშმარიტება, თუ კი გავბედავ და მე აი მარტო რაღაც ერთ ხაზოვნოვან ღირებულებას, ასე ვთქვათ, არ მივყვები. დავსვათ უფრო მეტი შეკითხვა, ვისთვის მოვედი, იმიტომ რომ აი, როდესაც ვიწყებ ხოლმე მუშაობას და ვეუბნები, აი, რას დაარქმევდი შენს ფილმს, რომელშიც მონაწილეობ. რა ჟანრში ხარ? როგორც წესი, მძაფრსიუჟეტიანი დრამებია ხოლმე და მე ვეკითხები, გიყვარს დრამები? ყურება გიყვარს და 90% უყვარს, იცი? უყვარს დრამების ყურება და რადგან ამას სიამოვნებით დრამაში ხარ და დრამა სიამოვნებას განიჭებს, ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოგბეზრდება ეს თამაში. და მეორე პრობლემა არის ხოლმე, რატო ვერ ცვლის ადამიანი ცხოვრებას, როდესაც ვეკითხები, თავარ როლში ხარ? და სხვადასხვა გზებით ხდება არაცნობიერთან კონტაქტი, რომ შეიძლება ეგონოს, რომ თავარ როლშია და არ იყოს. და ხშირ შემთხვევაში არის, რომ ადამიანი ვერ აცნობ თავისივე ფილმში არ არის მთავარი როლის შემსრულებელი. და ხშირად არის მთავარი როლის შემსრულებელი ან ოჯახის წევრი და ხშირ შემთხვევაში არის მტერი. ის, ვინც ყველაზე მეტად არ უყვარს, ასე ვთქვათ, რისიც ეშინია, მთავარ როლში ყავს ის. და შესაბამისად, მასზე არის მინიჭებული მთელი ძალაუფლება და თუ მე არ ვარ მთავარი, ვერაფერს ვერ შევცვლი. პირველი რაც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფილმი ჩემზეა. ხო, ფოკუსი წერტილი აქ მომართოთ, ხო? ხო, მიუხედავად იმის, რომ შეიძლება ბევრი ვინმე იყოს, ახლა შვილები ყავს, საყვარელი ადამიანები ყავს, თავარი გმირი მაინც მე ვარ. მას თავისი კინო აქვს. და იმ კინოში მეც ვარ და ჩემს კინოში ის არის, მაგრამ თავარი მე ვარ. და აქედან იწყება უკვე რომ აი თქვათ რა სცენარის დაწერა, რამ დაწერა, ვინ იყო შემოქმედი, რამ დაწერა და გადალაგება მერე სცენარისა ისეთი, რომ თვითონ შემოქმედი ჩემი კინოსი გავხდე მე. არა მარტო პერსონაჟი და მეორე და მესამე ხარისხის შემსრულებელი, არამედ თავარი გმირიც, შემკვეთიც, რეჟისორიც, სცენარისტიც, ყველაფერი ხარ შენ. შემოქმედი ხდები ხო ეს თქვა ჩენი რეალობის. თანაშემოქმედი. ხო. და ხო, ანუ ეს არის რა ძირითადი, რომ უბრალოდ დაუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა, თუ კი არ მოგწონს, რა თქმა უნდა, იმ როლში, რომელშიც ვართ. თუ მოგწონს, აქ არაფერი არ არის, თუნდაც დრამატულ სცენარს თამაშობდეთ. თუ არ მოგწონს ჩვენი ცხოვრებისეული სცენარი, გავბედოთ და ცოტა მეტი კითხვა დავსვათ, რატომ ვარ აქ და შესაძლებელია ვთამაშობ აბსოლუტურად სხვის როლს და ეს არის ხშირ შემთხვევაში საგვარეულო ბებიები, დიდი ბებიები, ბაბუები და ასე შემდეგ. ვიმეორებთ. ხო. და ჩვენ უბრალოდ როგორც ჩაწერილი რაღაცა პროგრამა აძლიერებს მერე იმ სისტემას. ხო. და აი ერთი კითხვაც მოქვს. ეს უბრალოდ ჩემი აზრები არ და მინდა ეხა შენთან გავაზიარო, მაინტერესებს შენი აზრი. შენ ახსენე სიტყვა ჭეშმარიტება. და ქართული მე მაგიტო მგონია უნიკალური ენა, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მგონია უნიკალური ენა არის, რომ ჩვენ ისეთი სიტყვები გვაქვს და ისეთი სიტყვათა შეხამები, რაც უცხო ენაში შეიძლება ვერ ნახო. აი მაგალითად ჩემთვის ძალიან განსხვავდება სიტყვა ჭეშმარიტება სიმართლისგან. სიმართლის, ესე ვთქვათ, მეორე მხარე არის ტყუილი, სიცრუე, ხო?
და იქ იბალიონშიც არის რომ ყველა სიმართლე არის ნახევრად სიმართლე, ანუ იმიტომ რომ დუალობა არის ეგეც, მაგრამ ჭეშმარიტება მგონია ღმერთი, ანუ ჭეშმარიტებას არ აქვს თითქოს ანტი ჭეშმარიტებას არ ჭირდება, ან ჭეშმარიტება ის არის რაც არის უთქმელი სტილნესი. ხო და მაგაზე რას ფიქრობ შენ ეგრეა? ესეც არის ნახე ეს სიტყვები როგორც წეგან თქვი არის ყველა გვქონთ ჩვენი ცნობიერების დონიდან. ჩემთვის ჭეშმარიტება არის აბსოლუტურად სხვა რაღაცა და ვიღაცა ადამიანი რომელიც დაგიმტკიცებს რომ აი ეს ესია და ჭეშმარიტია მისთვის, იმიტომ რომ ხედვა აქვს ასეთი. ასე რომ მე ამ ცნობიერებით უკვე სიტყვებსაც აღარ ვიყენებ რომ აი ქართველებს ესეთი შეთანხმება გვაქვს ეს ჭეშმარიტება, იმიტომ რომ ელემენტარულად სიტყვა სიყვარული მე სხვანაირად მესმის და როდესაც მე ვამბობ მიყვარხარ სხვანაირად ვგრძნობ და ვიღაც ადამიანი სხვა ადამიანის სიყვარულს გრძნობს სხვანაირად. ხო, ანუ სიტყვები რეალურად მე მესახება როგორც აი ვერ ვხსნით რა არის და აი სიტყვას იყენებ როგორც ფანარს რომ მიანათო აი მე აი ამ რაღაცას აი ამას რაღაცას დავარქვით, ხო? მაგიტო მდგომარეობებს, ხო. მაგრამ ეს მდგომარეობები ხო სხვადასხვა გვაქვს. კი, მაგიტო არ მნიშვნელოვანი რომ ავხსნათ, მაგრამ ხო სიყვარული ვიღაცისთვის მიჯაჭულობაა, მაგალითად და რომ ვერ შევილი ტანჯვა როგორც ხო და ესეთია, მაგრამ სიტყვა ერთია, ხო? ამიტომ არის მდგომარეობა, რომ სიტყვები უკვე აღარაფერს აღარ დიდად ტრანსლირებს, ყველაფერი არის. სიტყვები კარგავენ თავის კი, იმიტომ რომ უკვე იმას უყურებ, რასაც რისკენაც მიყავდი სიტყვებს. ხო, მდგომარეობა რა, აი ყველაფერი უბრალოდ არის მდგომარეობა და ბევრი შეგედავება, ეხლა შეიძლება პოდკასტით ნახოს და ჩემი ყველა სიტყვას დაზუსტებით დაუსვას დიაგნოზი, რომ ეს არის სიცრუე და ჭეშმარიტება სხვა არის, იმიტომ რომ მან სადღაც ეს ამოიკითხა და ამიტომ ვიცახი სიტყვებს დიდად მე აღარ. კეთილი. ეთო ძალიან დიდი მადლობა. თქვენც დიდი მადლობა. ძალიან ვისიამოვნე და როგორც თქვით, ესეთი მისტიური საუბარი იყო. მიწაც იყო და ზეცაც იყო ყველაფერი, მოვიცავით. უღრმესი მადლობა ესეთი ძვირფასი ინფორმაციის გაზიარებისთვის. მეგობრებო, ეს იყო შენი პოდკასტი. გთხოვთ თუ მოგწონთ რასაც ვაკეთებთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ვიდეო და ამით ძალიან გაგვახარებთ ჩვენს. აბა, მომავალ შეხვედრამდე მადლობა.